დილომშვიდობისა მოგესალმებით. დღეს 2 დეკემბერია, სამშაბათი დღე, დილის 9:30 და ეთერშია გადაცემა დილის ალყა. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემეზოიძე და ანა შამილაძე ვიქნებით თქვენთან ერთად. დილომშვიდობისა ანა. დილომშვიდობისა მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მომდევნო 2 საათის განმავლობაში საინტერესო გადაცემა და საინტერესო თემები გელოდებათ წინ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და არსად არ გადართოთ. ნახოთ ახლა გადაცემის ანონსი და მალე დაგიბრუნდებით. დღეს 2 დეკემბრის დილის ტალღის ეთერიდან გაიგებთ რა ხდება ფინანსურ სამყაროში. გაგაცნობთ აქციების ფასებსა და კრიპტოვალუტების გაცვლით კურსს. რუბრიკაში ბოტანიკო ლაივი გასწავლით როგორ დავაკალმოთ და მოვუაროთ შემოდგომის ყველაზე სიმბოლურ ყვავილებს, ქრიზანთემებს. გაგიზიარებთ ბოსტნეული სალათის რეცეპტს მანდარინის წვენით რუბრიკაში შენი კერძი. დედამიწაზე არის ისეთი ჩუმი ადგილი, სადაც ხმაურის დონე -24.9 დეციბალია. სიყვარული არის გრძნობა, მაგრამ ურთიერთობა ეს შრომა. გოლდი ჰოუინი და კურტ რასელი 40 წლიანი ჰარმონიული ურთიერთობის შესახებ რუბრიკაში ვებსიახლეები. გადაცემის მეორე ნაწილში ზამთრის პირველი დღეები ცივი და წვიმიანი აღმოჩნდა. როგორი იქნება 2 დეკემბრის ამინდი გაიგეთ დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან. ორსულობის მართვა, ხანდაზმული ორსულობა, ორსულობის წინასწარ დაგეგმვა და სხვა საინტერესო რჩევები სტუდიაში ექიმ რეპროდუქტოლოგთან ერთად დავბრუნდებით და შევაფასებთ ორსულობის ყველა ძირითად ასპექტს. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რუბრიკაში დროის მანქანა მოისმენთ ფაცას პროვინციაში მდებარე მუჰაჯირებით დასახლებული სოფლების ისტორიასა და ქართველი მუჰაჯირების ყოველდღიურობას. ნახავთ როგორ აქცია დრო, მესადგილები მემკვიდრეობად და რა ტრადიციები ინახება დღემდე ჩვენებურებში. გადაცემის მესამე ნაწილში სტუდიაში მუსიკალური თემით შემოგიერთდებით. დილის ტალღაში კლიპის პრემიერა შედგება. ბათუმის სიყვარულია ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ბენდი მაჭახელა ასრულებს. როგორ მიმდინარეობდა მუსიკასა და კლიპზე მუშაობა. სტუდიაში ბენდ მაჭახელას წევრებისგან გავიგებთ. გადაცემას კი დაპირებული ვიდეო რგოლით დავასრულებთ. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში, თუმცა მანამ უნდა გავიგოთ როგორი ამინდი გვაქვს დღეს სრულიად საქართველოში და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქში როგორია ტემპერატურა. დღეს ბათუმში 13 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და წვიმა შენარჩუნდება ნალექის სახით. ქობულეთში 12 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, ქეთაში 10, შუახევში 9, ხულოში 7 და გოდერძის უღელტეხილზე 2 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა. ოზურგეთში 12 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ურეკში 13 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ლანჩხუთში 12 გრადუსია ნავარაუდები, ჩოხატაურში 10 და ბაღმაროში 1 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ფოთსა და ანაკლიაში 13 გრადუსამდე გათბება ჰაერი, სოხუმში 13 გრადუსია ნავარაუდები და ზუგდიდშიც 13 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ოპიტნარსა და ქუთაისშიც 13 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, რაც შეეხება საირმეს, 7 გრადუსი სითბო იქნება ნავარაუდები, ნესტია 4, ბორჯომში 8 გრადუსია ნავარაუდები, ბაკურიანში 2 და აბასთუმანში 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი. ახალციხე 8 გრადუსი სითბო, გორში 11, ცხინვალში 10 გრადუსამდე გათბება ჰაერი და თელავში 13 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს თბილისში 13 გრადუსი სითბოა ნავარაუდები და დრო გამოშვებით იწვიმებს ნალექის სახით, ასეთი ამინდის პროგნოზი, თუმცა უფრო დეტალურად და თანაც მომდევნო დღეების პროგნოზაც ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე ოდნავ მოგვიანებით გვამცნობს. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა გადაცემა და გავიგოთ თუ როგორია 2 დეკემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი და რა ხდება კრიპტო სამყაროში. დღის კურსი ჩვენს ეთერში. ორი დეკემბრის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 70 თეთრიღებს. 1 ევროს 3 ლარად და 12 თეთრად შეიძინა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 56 თეთრი ეღირება, ხოლო თურქული ლირა 6 თეთრი. რაც შეეხება კრიპტოვალუტას,
ერთი ბიტკოინის ღირებულება 223.742 ლარს შეადგენს დღევანდელი მონაცემებით. ერთ ეთერიუმს 7653 ლარად შეიძენთ, ერთი BNB კი დღეს 2228 ლარი ეღირება. აქვე გადავალოთ თვალი ოქროს ფასს და გეტყვით, რომ დღეს 1 გრამ ოქროს 343 ლარად და 2 თეთრად შეიძენთ. ინვესტორთა შორის გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-s და Amazon-ის აქციები. Apple-ის აქციების ფასმა დაიკლო 0.20%-ით და დღეს 747 ლარად და 87 თეთრად შეიძენთ. AMD-ის ფასი კი დღევანდელი მონაცემებით 581 ლარია. დღევანდელი მონაცემებით Google-ის აქციების ფასი 857 ლარი და 60 თეთრია. Meta-s ფასი დღეის ჩათვლით 172 ლარი და 30 თეთრია, ხოლო Amazon-ის აქციების ფასი 626 ლარს და 27 თეთრს შეადგენს. ახლა კი დრო მინდა დაუთმო საწვავის ფასს და გადავხედოთ ერთად. დღეს სუპერი 2 ლარი და 99 თეთრი ეღირება, პრემიუმი 2 ლარი და 79 თეთრი, რეგულარი 2 ლარი და 59 თეთრი, ასევე დიზელი 2 ლარი და 59 თეთრი, ხოლო ევროდიზელი 2 ლარი და 69 თეთრი. დავიწყოთ დილა ახალი ციფრებით. ასეთი იყო მცირე ბიზნეს მიმოხილვა დილის ალღის პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და მომდევნო რუბრიკის რომ მოვიდა ჩვენს ეთერში. ბოტანიკო ლაივი დღევანდელ ეპიზოდში ანა გოგიტიძე შემოდგომის სეზონის ყველაზე პოპულარული ყვავილის შესახებ, ქრიზანთემების შესახებ გვიამბობს, როგორ მოყავთ, რა პირობებია საჭირო, რატომ იზრდება მოთხოვნა ყოველწლიურად. ქრიზანთემების გზა სათბურიდან ჩვენს ლარნაკებამდე. ნახოთ რუბრიკა ბოტანიკო ლაივი. დაგვერდით, რომ ბოტანიკო ლაივი ულამაზესი ადგილიდან შემოგიერთდებოდა და დღეს პირდაპირ ქრიზანთემებს შორის ვართ. ჩვენი მასპინძელი კი ეთერ აბუსერეზე და დღეს ამ ულამაზეს ყვავილებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ქალბატონო ეთერ. მოგესალმებით. პირველ რიგში რაც მაინტერესებს არის რატომ ქრიზანთემები. ასეთი სათუთი, ულამაზესი, მაგრამ სათუთი ყვავილები. კი, ნამდვილად სათუთია, მაგრამ მაინც ბათუმში ჩვენს ნესტიან ადგილზე უფრო მეტად ამართლებს ვინემ ვარდები. ჩვენ გქონდა აქ თეთრი ვარდების სათბური, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა შევაჩერეთ ვარდებზე, იმიტომ არანაირი წამალი არ შველოდა. ბოლოს და ბოლოს მაინც გადავედით ქრიზანტემაზე, იმიტომ რომ ამას მაინც იმდენი მოვლა კი, რა თქმა უნდა, სჭირდება წამლები და რეგულარულად ვაძლევთ, მაგრამ ისი არ ტილიანდება, ტილს ვეძახით, მაგრამ სულ შავდებოდა. კი. და ამიტომ გადავწყვეტეთ გაამართლა ქრიზანტემამ შედარებით, იმასთან შედარებით. სასათბურე პირობები და ჩვენი კლიმატი ძალიან მოსწონს. კი, აუცილებლად სჭირდება სასათბური. ეს გარეთ წვიმაში და ქარში ფუჭდება. აუცილებლად სჭირდება რომ იყოს სათბურში. მე ახლა სხვადასხვა ფერებს ვხედავ და სხვადასხვა ფორმებს, აი სხვადასხვა სახეობა როგორც კი, რა თქმა უნდა. და აი თითოეულზე რომ მოვიყვეთ. ქრიზანტემების n რაოდენობა არსებობს. არ შეიძლება რომ დათვალო ბუნებაში იმდენნაირი ქრიზანტემა არის. ამბობენ რომ 28,000 და რა ვიცი, მე ბოლოს შევწყვეტე მაღაზე გამოკვლევები. ოღონდ იცით რა, აი ბოლოს ხო შემოვიდა ჩვენთან ჰოლანდიური ყვავილები. და შემოდის ჰოლანდიიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა ტოტს, რომელიც მომწონდა ვაკალმებდი. და ასე გამოვიყვანეთ, ყოველ წელიწადს ახალ ჯიშებს ვამატებთ და გამოვიდა რომ ალბათ ერთი 300-400 ნაირსახობა გვაქვს. საოცარი. კი, ძალიან ბევრნაირია. და უნიკალური არის. აი განსხვავებული მიდგომა ხომ არ სჭირდება და ყველაზე გავრცელებული რომელი არის მოთხოვნადიც. არა, უფრო თეთრს ითხოვდნენ. აი წლევანდამდე მაგალითად უფრო მეტი აქცენტი გქონდა, რომ თეთრი ბევრი გქონოდა. წელს ისე შეიცვალა მიდგომა. ყველაფერი ჭრელი უნდათ. უფრო აი ახლა მაგალითად ეს ხო არის შემოდგომის ყვავილი. შემოდგომის ფერებს უფრო ითხოვენ. და ასე რომ მომავალში ალბათ გადავალთ ყოველთვის კლიენტის მასე გემოვნებაზე ვეწყობით ყოველ წელიწადს. მე როცა აიჭრება და რო დამთავრდება მუშლის ყველაფერი იყრის ძირიდან, ახალად ვაკალმებთ, სუ პატარა ტოტით კალმდება.
სილიან მიწაში კალმდება, მე ფესვიანდება და მე ისევ თავიდან ვრგავთ, იმიტომ ნიშნე ყველა ჯიში დანიშნული აქვს ჩემ შვილს, ყველა ჯიში. საიდანაც უნდა გამრავლდეს. ხო, საიდან? საკალმებით თუ არის სხვა საშუალებაც გამრავლებისთვის? არა, ძველი ძირი არ ამართლებს ისეთი ის არ იქნება გამძლე. ძალიან წვრილი ტოტები ექნება და ისა გასაყიდად მაინც არ გამო ხო არც ხელსაყრელი და არც გამოდგება ეს უნდა იყოს მაგარი და დავათვალე ერთი იმიტომ ძალიან ბევრი ყველა ხო ეს წელს მოვიმატეთ წელწევანდელი არის ამბობენ რომ ძალიან დიდხანს იქნება იანვარშიც გადავა და იქნებაო და რაც მეტხანს გაჩერდება ჩვენთვისაც უკეთესია როგორც მივხვდი შემოდგომა არის ყველაზე კარგი ამ ყვავილებისთვის რაც რომელ თვეშიც არ უნდა დარგვა მაინც შემოდგომაში შემოვა აჰა თუ შავი ცელოფანი არ ეხმარე აუცილებლად ნოემბერში შემოვა მაისში დარგავ ნოემბერში იქნება აპრილში დავგავ ნოემბერში აგვისტოში დარგავ ნოემბერში მაისში ხო ასეთი მცენარეა ეს თქვენ ახსენეთ დასაწყისში მავნებლები როგორ ებრძვით რა მავნებლები უჩნდებათ კიდევ ერთხელ რომ გაგვიმეოროთ და შემოტევადია მათთან რა თქმა უნდა აი ფოთოლზე უჩნდება შავი ლაქები წერები პატარა მწერები და ჩვენ რა შინაური არაფერი არ გვაქვს ყიდულობთ იმაში წამლებს რაც შემოდის ზოგჯერ ამართლებს და ზოგჯერ ორმაგად მეც ვიხდით რომ კიდე აბა ვიღაცა გვეტყვის რომ მე ამან გამოდგა და იმას ვიძენთ შევიძენთ მივასხურებთ და თუ არ გამოდგა კიდე სხვა ვეძებთ და ასე ვართ როგორ მივხვდეთ რომ არაფერი უჭირს ჩვენს ქრიზანთემას ყველაფერი კარგად მიდის და მალე ულამაზეს ყვავილებს გაშლის. უყურეთ თქვენ თვითონ მიხვდებით ამას თვალი მიხვდება რომ აი სუფთა ფოთლები ნახე არაფერი მავნებელი არ აქვს. და ესეც აი ხო გვირგვინზეც ემჩნევა არის საღი. თუ დაავადება შეეპარა გეტყვი თვითონ მცენარე გეუბნება რომ მიშველი არის გაცუდა და ჩემი საქმე. აი მაგალითად აი ასეთ ფოთოლს უყურე ეხლა უკვე შევამჩნი ნახე აი შეხედე აი რას ნიშნავს და ძალიან ხშირად ხდება ხო რა თქმა უნდა და ითხოვს ხო ითხოვს შეწამლას და მოვლა და პატრონობა ყველაფერს სჭირდება ასეთი ამბავი თუ დაემართა ესე იგი შველას ითხოვს კი ქრიზანთემა ჩვენთან ვათვალიერებთ მოძრაობთ და ვხედავ რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ულამაზესი ყვავილებია აი საინტერესოა ქალბატონო ეთერი ქრიზანთემამ რა ეტაპები უნდა გაიაროს დაკალმებიდან აქამდე სანამ ამ ულამაზეს ყვავილად გადაიქცევა. ესე იგი დაკალმების შემდეგ, როცა უკვე მივხვდებით რომ დაფესვიან და შემდეგ გადაგვა გრუნტში. გრუნტშიც უნდა გაიხაროს, უკვე მივხვდები რომ მოღონიერდა ძილი თვითონ მივხვდები რომ აღარა მოწყენილი რაღაცა მოღონიერდა. დაიწყებს ზრდას და როგორც კი გახდება 30 სანტიმეტრის იმის მერე ისევ უნდა დაამოკლო თავი უნდა წააწყვეტო ну როგორც აი ასე მაგალითად გადატეხა და ტოვებ ძირს რომ იქედან 3-4 ძირი წამოვიდეს ძირიდან თუ ერთს დატოვებ მარტო ერთ ყვავილს მოგცემს და ქრიზანთემის შემოსავალი იმითა კარგი რომ ერთ ძირზე რამოდენიმე ტოტს გაძლევს და შემოსავლიანია რო გადატეხავ იქიდან წამოვა 3-4 შეიძლება თუ კარგი ნიადაგი აქვს და კარგად მოიყვანე მეორედ დაჭირდეს გადატეხვა იმიტომ ჭირდება მეორედ რომ ძალიან მაღალი არ გაიზარდოს და არ დაუწვრილდეს ღერო ამიტომ რაც აი ეს სიმაღლე მაგალითად კარგია და ითხოვს მეორედ გადატეხვას და მე უკვე თავისუფალი ვარ და მე უკვე კვება მიდის
აი მიწა როგორ მოვამზადოთ? განოყირება სჭირდებათ, რამე განსხვავებული მოთხოვნილება ხარ. ყოველ წელიწადს იფიტება მიწა და რაღაცა ნიადოგი სჭირდება, ფოსფორი იქნება, თუ კალიუმი იქნება, თუ აზოტი იქნება, სჭირდება აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა ფერია და ესეთი მკვეთრი ფერები რომ მქონდეს, სავარაუდოდ კარგი მოვლაც სჭირდება ნიადაგიდან დაწყებული. აი ვისაც გვინდა რომ სახლში გქონდეს ეს ულამაზესი ყვავილები. სახლის პირობებში როგორ მოვუაროთ, საინტერესოა. აი, ხრიზანტემა ყველაზე ადვილი მოსავლელია. თავარია მარტო ხრიზანტემის კი არა, ყველა ყვავილი. აბსოლუტურად ყველა ყვავილის ფოთოლი არ უნდა ჩადიოდეს წყალში. როცა ესი შევწირეთ. მაინც შენ უნდა გაჩუქო მაინც და უყურე აი ასე იწმინდება და ხრიზანტემას უყვარს გადატეხვა. მაკრატელი არ უყვარს და რა. ხო, თუ გადატეხა უფრო დიდხანს იქნება და ძალიან დიდხანს 1-20 დღე არაფერი რო არ მოუვა ესე იქნება ეს. რა სილამაზე. საჩუქრათაც მივიღე. კი ბატონო, კიდე მოხს. კი ბატონო, აი წყლის გამოცვლა რამდენ ხანში სჭირდება? საინტერესოა. და არა მხოლოდ ვაიმე ეს მოდი აღარ შევწიროთ მე მგონი, იმდენად ლამაზია. მენანება. ულამაზესია. ქაბატონო ეთერ, ასევე ქოთანში თუ მინდა რომ გავზარდო. კი, როგორ გაიზრდება. მაგრამ წვიმა არ უნდა შეეხოს. აჰა. წვიმა აფუჭებს და ქარიც არ შეიძლება, ორი პირი ქარი არ შეიძლება, წვიმა არ შეიძლება. სათბური იმისთვისა, რომ დაცული იყოს. და ყოველ წელს ესე იგი უნდა დავაკალმო, აუცილებლად. ხო, იმისათვის რომ მქონდეს მუდმივად. რჩევები ხوار გექნება, twins დაინტერესდება ისევ ამ ყვავილების მოყვანით, ქრიზანთემებით თუ სხვა ასეთი სილამაზეებით. ყველას შეუწყობ ხეს, ყველას ვასწავლი, რაც კი შემეძლება. აი, რამდენიმე რჩევა რომ გაგვიზიაროთ და თავარი ადგილი ქონდეს, გამზადებული, სათბური ქონდეს. და ძირებს მე ყველას მივცემ, ვისაც ენდომება. იმიტომ რომ ამის დაკალმების დროს ძალიან ბევრი შეიძლება რომ დააკალმო. ჩვენ რამდენიც გვჭირდება, იმდენს ვაკალმებთ. კი ბატონო. და კი ვაძლევ ძალიან ბევრ ადამიანზე მაგ მიცემული, მაგრამ შრომა ტევადია, ადგილი სჭირდება, დრო სჭირდება ძალიან დიდი. და ენერგია რა თქმა უნდა. მოთმინებაც სავარაუდოდ. კი. ვიცი. მოგეთ ვისაც გსურთ ძვირფასო მაყურებელ რომ გქონდეთ ეს სილამაზები, ქალბატონმა ეთერმა დაგვპირდა რომ ყველა შეგიწყობთ ხელს. კი გენაცვალი. და ძალიან დიდი მადლობა. იმისთვის რომ გვესაუბრეთ ამ ულამაზეს ყვავილებზე და იმისთვის რომ აი ასე ხელგაშლილად ხართ განწყობილი. რეალურად რომ გქონდეს მეგონი მისრომს ყველა და ბოდიშ შეგაწყეთინა საუბარი აუცილებლად ვისაც ენდომება დამიკავშირდეს და ვასწავლი ყოველთვის ყველაფერს. მადლობა ქალბატონ ეთერსაც ჩვენს მაყურებელსაც. ბოტანიკო ლაივი გემშვიდობებათ ერთი კვირით და ახლაც გვირდებით რომ ულამაზესი ადგილიდან დაგებრუნებით და ულამაზესი ადგილიდან გემშვიდობებით. ახლა სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ, რომ უსასრულოდ ვისაუბრებდით ამ ულამაზეს ქმნილებებზე. ანასავით ლამაზი ყვავილები ეჭირა, თავად წამყვანივით ლამაზი ყვავილები ეჭირა ხელში. მოკლედ, მადლობა ბოტანიკო ლაივ. ჩვენ კი ახლა დრო არის სოციალურ მედიას გადავხედოთ და ვნახოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური ინტერნეტ სივრცეში. ვებ სიახლეები ჩვენს ეთერში. ძალიან საინტერესო ინფორმაცია უნდა გაგიზიაროთ დღეს. დედამიწაზე არის ბუნებრივი ადგილები, რომელთა მიმდებარედაც განსაკუთრებული სიჩუმეა. მათ შორის ყველაზე ჩუმის იდენტიფიცირება ძნელია, რადგან ამაზე ხმაურის ისეთი უკონტროლო წყაროების ზემოქმედებს, როგორიცაა ქარი ან თვითმფრინავები. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი კანდიდატი ამერიკის შეერთებული შტატების კუნძულ მაუიზე არსებული ვულკანი ჰალეაკალაა. ის წყნარი ოკეანიდან 3055 მეტრს სიმაღლეზე მდებარეობს და თავადაც საკმაოდ წყნარია. ბუნებრივი ხმები, პანორამული ხედები და ბნელი ღამისა ის ფაქტორებია, რომლებიც ჰალეაკალას უნიკალურ ავთენტურობას ქმნის.
კრატერში გარემომცველი ხმების დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანის სმენის მინიმალურ ზღვარს უახლოვდება. წერია ეროვნული პარკების სამსახურის აღწერაში. კრატერის სიღრმის გამო იქ ქარი არ ქრის, მცენარეთა საფარის არქონა კი მათი შრიალის ხმასაც ამცირებს. იქ ცხოველებისთვის შესაბამისი ჰაბიტატიც არაა, ამიტომ ისინი არ ხმაურობენ. შესაბამისად, ჰალეაკალა ძალიან ჩუმი ადგილია. ჰალეაკალას ეროვნული პარკის აკუსტიკური მახასიათებლები 2003 წელს შეისწავლეს და დაადგინეს, რომ სანაპირო ზოლის გასწვრივ ბუნებრივი ხმების დონე დღის განმავლობაში 21-დან 45 დეციბალამდე მერყეობს, თავად კრატერის მიმდებარედ ეს მაჩვენებელი 10 დეციბალსაც უტოლდება, ხოლო პარკის შედარებით ხალხმრავალ ნაწილში კი 23-დან 46-მდეა. ვიზიტორები ხშირად ამბობენ, რომ იქ ზოგჯერ საკუთარი გულისცემაც კი ესმით. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მინესოტაში მდებარეობს ორფილდის აკუსტიკური ლაბორატორია, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით რეკორდულად ჩუმი ადგილია. ამ ოთახში ხმის 99.99% შთაინთქმება. ანუ იქ ექოები არ ისმის, ძირშესაძლებელია ამრეკლავის სიბრტყის დამატებაც, ოთახის მიახლოებით ნომინალური ზომა კი 4 კვადრატულ მეტრამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლაბორატორიამ გინესის რეკორდებში მსოფლიოში ყველაზე ჩუმი ადგილის წოდება 3-ჯერ მიიღო 2004, 2012 და 2021 წლებში. მას ტესტირებისთვის იყენებენ, თუმცა ადამიანთა ინტერესიც დიდია, რის გამოც ოთახს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. გერების შთანთქმისთვის მინაბოჭკოვანი მასალა გამოიყენება სპეციალური ქაფით, ბგერის ენერგიას აღშობს. ჩაშენებული ვიბრაციული დამხშობი კი გარედან ხმაურის შემოღწევას ეწინააღმდეგება. ამ ოთახთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა ვრცელდება, მაგალითად თითქოს იქ 45 წუთზე მეტყავს ვერავინ გაძლო. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჭორის გასახარწყლებლად New York Times-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი ლაბორატორიაში 3 საათით გაჩერდა. ამის მიუხედავად ოთახში ყოფნა ნამდვილად არაა მარტივი, რადგან ვიზიტორებს ხშირად გულისრევა და უჩვეულო შეგრძნებები აწუხებთ. ზოგს კი საკუთარ სხეულში სისხლის მოძრაობის ან თვალების დახამხამების ხმაც კი ესმის. რა თქმა უნდა, თავად ბგერა მინუს მაჩვენებელში ვერ გადავა, მაგრამ დეციბელები კი. ეს იმიტომ, რომ ის დანარჩენი საზომი ერთეულებისგან განსხვავებულია. მისი მასშტაბები ლოგარითმულია, რითაც კარგად მიესადაგება ბგერის ინტენსივობის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ადამიანის ყურის მიერ აღქმადია. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ 80 მეტრის სიმაღლის შენობა, თუ მას კიდევ 10 მეტრს დაუმატებთ, ნაგებობის ზომა 12.5%-ით გაიზრდება, რაც ჩვენთვის მცირე ცვლილებად გამოჩნდება. ეს წრფივი გაზომვაა ლოგარითმული მასშტაბით, თუ კი ბგერა 80 დეციბელია და 10 დეციბელს ვუმატებთ, ხმა 10-ჯერ გაიზრდება და ჩვენი ყურისთვის 10-ჯერ უფრო ხმაურიანი იქნება. 0 დეციბელი ადამიანის სმენის მიჯნა, ანუ მაქსიმალური სიჩუმე, რომლის მოსმენაც შეგვიძლია. აი ესეთი ოთახი არსებობს მინესოტაში და ალბათ სიამოვნებით მოვსინჯავდი და შევძლებდი ალბათ საკუთარი სისხლძარღვების და გულისცემის გაგონებას. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. Goldie Hawn რამდენიმე დღის წინ 80 წლის გახდა. მსახიობმა წარმატებული კარიერის პარალელურად ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მყარი პირადი ურთიერთობა შექმნა. ის 40 წელზე მეტია საყვარელ მამაკაცთან კურტ რასელთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ოფიციალურად არ დაქორწინებულა, ისინი დღემდე ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. აქვთ დიდი ოჯახი და ერთობლივ სახალისო კადრებს გულშემატკივრებსაც უზიარებენ. Goldie Hawn და კურტ რასელი პირველად ერთმანეთს 1966 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, მაშინ ვერც ერთი წარმოიდგენდა, რომ 17 წლის შემდეგ კვლავ შეხვდებოდნენ და ეს შეხვედრა ყველაზე ძლიერი გრძნობის დასაწყისი გახდებოდა. ისინი ფილმის Swing Shift-ის გადასაღებ მოედანზე გაერთიანდნენ, ვიდრე Goldie Hawn და კურტ რასელი შეხვედრას დაიწყებდნენ, იქამდე ორივე საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდა. Hawn დაქორწინებული იყო და 2 შვილი, Katie და Oliveri ჰყავდა. რასელს კი მეუღლისგან Susan Habley-საგან ერთი ვაჟი შეეძინა. მიუხედავად დამოუკიდებელი პირადი ცხოვრებისა, მათი გზები მაინც გადაიკვეთა და დღემდე ერთად ცხოვრობენ.
დღესასწაულები, დაბადების დღეები და ოჯახური შეკრებები წყვილის ყველა შვილსა და შვილიშვილს ერთ მაგიდასთან აერთიანებს და როგორც თავად ამბობენ, საოცარი ატმოსფერო იქმნება. მაშინ, როდესაც მსახიობებს ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლოზე ეკითხებენ, ისინი თამამად ამბობენ, რომ საიდუმლო ურთიერთგაგებაში, პირადი სივრცის დატოვებაში, ჰარმონიულ სექსუალურ ცხოვრებას და ყოველი დღით ტკბობაშია. Golden ფორმულაც კი მოიფიქრა, მისი თქმით, დროის დაახლოებით 78%-ის ერთად გატარება ინტიმურობის შესანარჩუნებლად საკმარისია. Ფიქრობ საიდუმლო იმაში, რომ იცოდე, როდის უნდა იყო ვინმეზე დამოკიდებული და როდის არა. საკითხების თანაბრად გადანაწილება მნიშვნელოვანია. მჯერა რომ ვერც ერთ ურთიერთობაში მხოლოდ ერთი ადამიანი მთელ ტვირთს ვერ აიღებს. ფოკუსირდით ჯანსაღ ურთიერთობაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სექსუალობაც არის. სიყვარული არის გრძნობა, მაგრამ ურთიერთობა ეს შრომა, ამბობს მსახიობი კურტ რასელთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ. მოკლედ, ესეთი ჯანსაღი ურთიერთობის მომხრე ვარ მეც. ასეთი იყო დღევანდელი ვებსიახლეები, ჩვენ კი დრო არის გადავიდეთ მომდევნო რუბრიკაზე და სამზარეულოში უნდა შევხედოთ და ვნახოთ თუ რას მოგვიმზადებს ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. შენ იცი რას მოგვიმზადებს? ვიცი რას მოგვიმზადებს, ბოსტნეული სალათი მანდარინის წვენით. საინტერესო კერძია ამჯერადაც ვნახოთ. ნახოთ რუბრიკა შენი კერძი. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს გიმზადებ სალათს, რომელიც შეიცავს ხილს და ასევე შეიცავს ბოსტნეულსაც. არის საინტერესო და თან არის გემრიელი. მოდი დავიწყოთ უკვე ამ სალათის მომზადება. პირველ რიგში ჩამოვიწყოთ ინგრედიენტებს. დაგჭირდება შებოლილი ყველი, დაგჭირდება დახახილი სტაფილო, მანდარინი, ვაშლი, დაგჭირდება ასევე კომბოსტო, არაჟანი, იტალიური ცუნელების მიქსი ან ნებისმიერი სხვა სუნელი, რომელიც თქვენი სურვილისამებრ მოუხდება ამას. დაგჭირდება ასევე მარილი და შავი პილპილი. ყველაფერი არის დასაჭრელი, ასარევი და შემდეგ გემრიელი მისასწრები მართლა ისეთი არომატული და გემრიელი გამოვა ეს სალათი ბოლოს. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ კომბოსტოთი. კომბოსტო მაქვს შუაზე გაჭრილი და კომბოსტოს ჭრით ძალიან თხლად. აი ეს საკმარისია, ამის ნახევარი დავჭერით, ახლა ამასაც ოდნავ დავახუცნაცე. ისიც ასე კომბოსტო დავჭერით, გადავაქვს ჯამში. აი ეს. ახლა დავჭრათ ვაშლი. ვაშლი დაგჭირდება 1 ცალი, ჩამოვჭრათ ნაჭრები. ესე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ სალათს განსაკუთრებით უხდება მწვანე ვაშლი, იმიტომ რომ როგორც ყველა მიცით, მწვანე ვაშლს აქვს თავისებური რაღაც მომჟავო გემო, რომელიც ამ სალათს ხატავს, ასე მინდა ვთქვა. ეს აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ეს სორდიგნაჭერი საკმარისია. ესეც გადავიტანოთ ხა კომბოსტოსთან. ჩავყაროთ სტაფილო. სტაფილო მაქვს გარჩეული და კარგად გარერცხილი. ეს სანიშნავია, ამას ალბათ ყველა ხვდებით და იცით. ეხლა გადმოვინაცვლოთ შებოლილ ყველთან, დავშალოთ ხა ეს ჩვენი ყველი. რიგრიგობით ესე პატარებად დავჭრათ. და ესეც გადავიყენოთ ჯამში. შებოლილი ყველი იმიტომ გამოვიყენეთ, რომ ნუ მოკლედ ამ სალათს შებოლილის გემო განსაკუთრებულად უხდება და უფრო გემრიელს ხდის. ესეც ასე. ეხლა ეს გადმოვდგათ ჩვენსკენ, იმიტომ რომ ყველა ინგრედიენტი დავჭერეთ და მოვათავსეთ ჯამში. შეგვიძლია დავუმატოთ ჩვენი არაჟანი, რომელშიც ცოტა მაიონეზი შევურიე. დავუმატეთ 3 სავსე სუფრის კოვზი. ესე. ეხლა დავუმატოთ სუნელები. მარილი. შავი პილპილი. აბა თუ მოხდებით ცოტა გვაქვს მანდარინი. სწორია, წვენი უნდა მოვაწუროთ ამას ჩვენ. მანდარინი გავჭრათ შუაში.
კარგად ესე წვენი მოაწოდოთ. საკმაოდ უცნაურად შეიძლება ეს სალათი მოვაჩეროთ, იმიტომ რომ ხილი აქვს, მანდარინის წვენი აქვს, შებოლილი ყველი აქვს, მაგრამ დამიჯერეთ და მეწვნეთ, როცა თქვენ სითავ სალათის მომზადებას ძალიან მომეწონებათ საბოლოო შედეგი, იმიტომ რომ მართლა რაღაცა ძალიან საუცხოო და გემრიელი გემო აქვს. სალათი მზად გვაქვს, მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ კარგად აგვიყვება. ჩვენიერი სალათა სიამოვნებით დავაგემოვნებდი. ამასობაში შესრულა 29 საათი საქართველოს დროით და ახალი ამბების დრო აჭარის ტელევიზიაზე. სულხან წულუკიძე უკვე პირდაპირ ეთერშია. დილომშვიდობის. დილომშვიდობის. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ერთად გავიგოთ ახალი ამბები. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა საერთაშორისო მედიის საგამოძიებო სტატია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს წინა სტატიის შემდეგ ტყუილ საქმიანობაში დახმარების და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიება დაიწყო. ასევე ცნობილია, რომ BBC-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივრებს ქართული ოცნება. შეგახსენებთ, რომ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შესახებად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, ესაუბრონ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრეზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა კამიტი უწოდეს. უმრავლესობაში ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ, მათი შეფასებით აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაკავშირებულია საქართველოში ჩავარდნილი არეულობის გამო გარე აგენტურის მიერ ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერ დადგინდეს სიმართლე, გაეცეს პასუხები ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არის და პირველ რიგში ეს შეკითხვა არის, რატომ იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და რატომ გადადგა სახელმწიფომ ეს ნაბიჯები, რომელსაც მოყვა კონკრეტული მსხვერპლები და ყავს დღესდღეობით ადამიანები, რომლებიც დაზიანდნენ და კიდევ არ ვიცით რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის დაველოდოთ გამოძიებას. სასაკურველია სიცრუე, არ შეიძლება რომ თელ BBC-ს დავაბრალოთ, სასაკურველია ეს არსებობს გარკვეული მიმართულება, გარკვეული სტრუქტურა, რომელიც ლამობს როგორმე ჩაერთოს აი ამ ქსელში ზოგი პროპაგანდისტურს ეძახის ამას, ზოგი პროპაგანდისტურს და ძალისმიერ შერეულს, დაგეგმას, რევოლუციური პროცესების განვითარების ხელშეწყობას და მთელი რიგი სისტემები მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი ეს სიცრუე არის შემადგენელი ნაწილი აი ამ დიდი შეთქმულებისა საქართველოს წინააღმდეგ, რასაც უნდა გაუძლოთ. BBC-ს საგამოძიებო სტატიას ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება ეხმაურება და მოუწოდებს პარტნიორებს იმ აღჭურვილობის გადაცემა შეზღუდონ, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს. ALDE აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. საქართველოს პირველი კანონმდებელი ინდოეთში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება შალვა პაპუაშვილი, დელიში შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის დისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ ძირითად რგოლს გამოიყენოთ მაქსიმალურად, ამიტომ ინდოეთის პარლამენტთან ჩვენი პარლამენტის ურთიერთობა, მათ შორის დარგობრივი კომიტეტების ურთიერთობა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ერთობლივად ხელი შევუწყოთ ამ დერეფნის განვითარებას.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით საერთო ინტერესის პროექტებისა და ორმხრივი ინტერესის პროექტების სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა. პროექტის თანახმად 1155 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. რუსეთ-უკრაინის ომმა ისე დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, კომერციული გემების მიზანში ამოღება მიუღებელია და საგამოშო ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში. ჩვენ ასეთ სიტუაციებთან დაკავშირებით ყველა მხარეს აუცილებელ გაფრთხილებებს ვაძლევთ, აცხადებს ერდოღანი. ცნობისთვის უკრაინელები საზღვაო დრონებით შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან ახლოს ცურავ 2 სანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს თავს 2 დღის წინ დაესხნენ. Adil ve kalıcı barışın önünü açacak önerileri Türkiye olarak Rusya ile de ele almak. უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეზიდენტმა კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლევიტი იმედოვნებს, რომ ომს წერტილი საბოლოოდ დაესმევა, რადგან მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მომლაპარაკებელთა ჯგუფი ამისთვის ბევრს მუშაობს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, უკრაინელებთან კარგი მოლაპარაკებების შემდეგ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში არარეგისტრირებული სახერხის საამქრო გამოავლინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატალიაში მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი საკრემიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 43 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი. უწყების ინფორმაციით ფაქტის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.ით უკანონოდ სარგებლობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გურიაში უკანონო სახერხის საამქრო იქნა გამოვლენილი. ტერიტორიაზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხე-ტყე. აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს. კომუნიკაციების კომისიამ და მედიალობმა ახალგაზრდებისთვის მესამედ გამოცხადებული მედია წიგნიერების გლობალურ ჰაკათონში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ჰაკათონი იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ძირითად თემებს ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა 2 დღის განმავლობაში მენტორებთან ერთად საკუთარი სტარტაპ იდეების დახვეწასა და პროდუქტების წარმოქმნაზე იზრუნეს. მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩავატარეთ მედია წიგნიერების ჰაკათონი. შეირჩა 10 საუკეთესო გუნდი, მათ გაიარეს 2 დღიანი მომზადება, მენტორებთან ერთად დახვეწეს პროექტები და მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც ჟიურის წინაშე დღეს წარადგინეს. სადაც გამოავლინეთ 3 გამარჯვებული, პირველი, მეორე და მესამე ადგილი. მათ შეხვდათ ფულადი პრიზები, რასაც პროექტის განვითარებას მოახმარენ. დავასრულეთ 48 საათიანი მედია წიგნიერების ჰაკათონი. 10 არაჩვეულებრივი გუნდი წარსდგა ჟიურის წინაშე, განსაკუთრებულად რთული იყო გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა გაიმარჯვა იმან, ვინც ყველაზე დიდ და გლობალურ პრობლემას ჭრიდა. წარმატებები მინდა უსურვო 10-ვე გუნდს.
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება ზღვისპირა ქალაქი ღონისძიებას 2 და 6 დეკემბერს მე-12 დუმას მინძლებს. 5 დღის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმად გადაიქცევა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოს კულტურულ პოტენციალს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს. ფესტივალს გახსნის ფოლკლორული ანსამბლი ბათუმი, ხოლო ფესტივალის დღეებში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები. სცენაზე წარსდგებიან იაპონელი პიანისტი უსოი ტოშიკი, აჰმედ ალ-ჰაშემი, საერთაშორისო კონკურსი ფრენჩ რივიერას ფინალისტი ბარბარე თათარაძე, ლეგენდარული ანსამბლი ქართული ხმები და ასევე ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ანზორ ერქომეიშვილის სამტომეულის საქართველოს ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფიას პრეზენტაცია. ასევე 2 და 6 დეკემბერს ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იქნება იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995-2015. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მთავარს უკვე 10 საათიდან ჩემი კოლეგა სოფო ხელაძე გაუძღვება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა ნახოთ ანონსი თუ რას ნახავს ჩვენი მაყურებელი მომდევნო საათნახევრის განმავლობაში და მალე დავბრუნდებით. ზამთრის პირველი დღეები ცივი და წვიმიანი აღმოჩნდა. როგორი იქნება 2 დეკემბრის ამინდი გაიგეთ დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან. ორსულობის მართვა, ხანდაზმული ორსულობა, ორსულობის წინასწარ დაგეგმვა და სხვა საინტერესო რჩევები სტუდიაში ექიმ რეპროდუქტოლოგთან ერთად დავბრუნდებით და შევაფასებთ ორსულობის ყველა ძირითად ასპექტს. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რუბრიკაში დროის მანქანა მოისმენთ ფაცას პროვინციაში მდებარე მუჰაჯირებით დასახლებული სოფლების ისტორიასა და ქართველი მუჰაჯირების ყოველდღიურობას. ნახავთ როგორ აქცია დრო მესადგილები მემკვიდრეობად და რა ტრადიციები ინახება დღემდე ჩვენებურებში. გადაცემის მესამე ნაწილში სტუდიაში მუსიკალური თემით შემოგიერთდებით. დილის ტალღაში კლიპის პრემიერა შედგება. ბათუმის სიყვარულია ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ბენდი მაჭახელა ასრულებს. როგორ მიმდინარეობდა მუსიკასა და კლიპზე მუშაობა. სტუდიაში ბენდ მაჭახელას წევრებისგან გავიგებთ. გადაცემას კი დაპირებული ვიდეო რგოლით დავასრულებთ. და როგორც არაერთხელ ვახსენეთ, უტყვარი ამინდის პროგნოზით ჩვენი კოლეგა კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება, გავიგოთ როგორი ამინდი, მაგრამ ადამიანი მზე შემოგვიერთდება. ადამიანი მზე სითბო შემოვა პირდაპირ ეთერში და გავიგოთ 2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი და ვნახოთ თუ გაგრძელდება მომდევნო დღეებში ეს წვიმა, იმიტომ რომ ცოტა აღარ გვიყვარს წვიმა, მიუხედავად რომ წინა თვეში მზიანი დღეები გქონდა კობა დილამშვიდობის. მოგესალმებით. გამასრული. მივესალმები მაყურებელს ყველას, ვინ ჩვენთან ერთად არის დილიდან. სანაპირო კურორტებზე ყველგან წვიმიანი ამინდი გვაქვს და ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაკლებულია. ყოველ შემთხვევაში იმ ტემპერატურულ ფონთან შედარებით, რაც ჰქონდა გასულ დღეებში. თუმცა ეს წვიმა ალბათ ესეც და უცნაური შეიძლება იყოს, მაგრამ არის ნანატრი წვიმა, რომელსაც 2 კვირის განმავლობაში ველოდებოდით. ჰაერიც შედარებით უფრო გაწმენდილია და სუნთქვაც უფრო ჯანსაღი, ამას ყველა იგრძნობთ გარეთ გამოსვლისთანავე. ცოტათი კიცივა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კალენდარულად ნამდვილად ნორმაა, შედარებით აცივებული ტემპერატურული ფონი და ყოველ შემთხვევაში ისე ვართ განებიურებული კარგი ამინდებით. ნამდვილად არ გვაქვს საწუწუნო და იმედია, რომ ასეც იქნება და დილიდან მოიმართებით. მხოლოდ მუშაობისთვის მზიანი ამინდი დღეს საქართველოში მოსაუბნელი არცად არ არის. აღმოსავლეთში ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება და ხანმოკლე წვიმა დასავლეთში და სანაპირო კურორტებზე კი დღის განმავლობაში უმეტესად იწვიმებს, საკმაოდ იწვიმებს, აუცილებელი იქნება დღეისთვის ქოლგა ყველგან და საწვიმარი. გადავხედოთ ტემპერატურულ ფონს და შემდეგ უკვე უფრო გრძელვადიან პროგნოზებს გესაუბრებით. დღეს ბათუმში იწვიმებს მთელი დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა, 12 გრადუსი ქობულეთში, ქედაში 10, შუახევში 9 და ხულოში 7 გრადუსი.
გოდერძის უღელტეხილზე თოვლი იქნება და პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება მაქსიმალური ტემპერატურა. ოზურგეთში 12 გრადუსი, ურეკში 13, ლანჩხუთში 12 გრადუსი და ჩოხატაურში პლუს 10 გრადუსი იქნება და იწვიმებს. დღეს თოვლია მოსალოდნელი ბახმაროში და პლუს 1 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში, ანეკლიაში, სოხუმსა და ზუგდიდში დღეს ასევე კოპიტნერსა და ქუთაისში მოსალოდნელია 1 და იგივე ტემპერატურა პლუს 13 გრადუსი სითბო და დროგამოშობით იწვიმებს. რაც შეეხება საირმეს პლუს 7 გრადუსი და წვიმიანი ამინდი. მესტიაში თოვლი იქნება მოსალოდნელია პლუს 4 გრადუსი და ბორჯომში წვიმა პლუს 8 გრადუსი, ბაკურიანში პლუს 2 გრადუსი თოვლი, აბასთუმანში პლუს 4 გრადუსი თოვლი, ახალციხეში 8 გრადუსი მოსალოდნელია წვიმა, გორში ცხინვალში უმეტესად უნალექო ამინდი და 11-10 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს პლუს 13 გრადუსია მოსალოდნელი, ხანმოკლე წვიმა დღის განმავლობაში და თელავში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და პლუს 13 გრადუსი დაფიქსირდება. საქართველოში ესეთი ცოტათი რთული მეტეო პირობები მხოლოდ დღეისთვის გვექნება, ასევე ღამით ზოგან ნალექი ისევ შენარჩუნდება, ხოლო ხვალ დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდი დაიწყება ისევ ჩვენს ქვეყანაში. საერთო ჯამში დეკემბერი იქნება სტატისტიკურ მრავალწლიურ მონაცემებთან მიმართებაში პლუს 1 გრადუსით მაღალი საშუალო ტემპერატურას გულისხმობ, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე ნაკლები, ასე რომ ნამდვილად არ ვიქნებით ამ თვეშიც განებიურებული ხშირად წვიმიანი ამინდით, უმეტესად მზიანი და თბილი დღეები გვექნება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ხვალისთვის უკვე მზიანი დღე იქნება, როგორც აღნიშნე, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში გაგრძელდება და დეკემბერი საქართველოში საერთო ჯამში გამოვა თბილი. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა კალენდარული ზამთრის მოსვლასთან ერთად არის ის, რომ ითოვებს თუ არა. ნამდვილად არ ითოვებს, ყოველ შემთხვევაში დაბლობსა და ბარჩში მიმდინარე თვეში თოვლი მოსალოდნელი არ არის. მთავარია მაღალმთაში ითოვოს და ზამთრის კურორტებზე, სადაც ნამდვილად არ ველოდებით უხვ თოვლს მიმდინარე თვეში. ასეთია პროგნოზი. დაათქვით დღევანდელი წვიმიანი ამინდით, ხვალისთვის კი დაიწყება ისევ მზიანი დღეები. ყობა, დიდი მადლობა. გემშვიდობებით ხვალამდე. მადლობა დიახ. მადლობა პროგნოზისთვის. ჩვენ კი ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო და აქტუალური თემით გადაცემას. სტუმარიც უკვე შემოგვერთა, მაგრამ მანამ გავაკეთებ პატარა შესავალს. მოკლედ, წლების წინ არსებობდა ესეთი სტერეოტიპი, რომ 30 წლის შემდეგ ქალბატონისთვის უკვე დაგვიანებული იყო ფეხმძიმობა. პრინციპში დაგვიანებული არა, ესე ფასდებოდა როგორც გვიანი, ანუ ხანდაზმული ფეხმძიმობა. თუმცა დღეს უკვე ეს ყველაფერი შეიცვალა. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, უბრალოდ სტერეოტიპი დაიმსხვრა თუ გარემო პირობები და კლიმატი მოქმედებს ამ ყველაფერზე. მოკლედ ძალიან აქტუალური თემაა და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ სტუმართან ერთად ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან გინეკოლოგი ირმა რამიშვილია ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობისა ქალბატონო ირმა. დილამშვიდობისა, მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ ამ ძალიან აქტუალურ თემაზე საუბარი. კი, მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და საინტერესო რა ასაკი მიიჩნევა, ესე ვთქვათ, პირველი ორსულობისთვის სასურველად და შემდეგ უკვე ვისაუბროთ დაგვიანებაზე, თუ არსებობს ეგეთი მცნება, რომ გვიანი ორსულობა და რომელი ასაკიდან ითვლება გვიანი ორსულობა. მოგესალმებით, მაყურებელს მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის ძალიან საინტერესო, აქტუალური. შეიცვალა ცხოვრება, გარემო პირობები, 21 საუკუნეა ცხოვრების რითმი აჩქარდა. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის შეიცვალა მედიცინის მიდგომა გარკვეული საკითხებისადმი. თემა, რომელიც თქვენ წინა პლანზე დღეს გამოიტანეთ, ძალიან აქტუალური არის. და სწორადვე აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, რომ თუნდაც 15-ოდე წლის უკან ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ თუ ქალი დაგეგმავდა 30 წლის ასაკის ზემოთ პირველი შვილის გაჩენას, ჩვენ მას ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ხანდაზმულ პირველმშობიარეს უწოდებდით. დღეს შეიცვალა მიდგომა ამ საკითხისადმი და დღეს მედიცინა, რეპროდუქტოლოგია საუბრობს სხვაგვარად.
ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი მოგეხსენებათ არის რეპროდუქციული ასაკის ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელი მომავალი. აი რეპროდუქციულ ასაკს კი დისციპლინა რეპროდუქტოლოგია განმარტავს ქალის ასაკს 15-დან 59 წლამდე. სიტყვა რეპროდუქტოლოგია 59-ის ჩავთვალე, კი ბატონო. სიტყვა რეპროდუქტოლოგია ნიშნავს კვლავ წარმოებას, გამრავლებას, შვილოსნობას, თავისივე ნაირის გაჩენას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი ამ ფართე დიაპაზონში ერთნაირი არის ქალის შვილოსნობის უნარი. ოპტიმალურად ითვლება 18-დან 25 წლამდე და სავალალოდ უკუშედეგი გვაქვს 33 წლის ასაკის ზემოთ. ეს პირველი ფეხმძიმობა? პირველ ფეხმძიმობაზეა საუბარი. რატო საუბრობთ ეგრე, რომ 35 წელი სავალალოდ საყურადღებოა ქალის ორგანიზმისათვის თუ კი შვილოსნობას ფიქრობს, რადგან ეს ის ასაკია, როცა მკვეთრად უარესდება მისი ბიოლოგიური მასალის, ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედების როგორც რაოდენობა, ასევე ხარისხი, შესაბამისად იკრებს მისი რეპროდუქციული ფუნქციაც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა ასაკში ბავშვი არ უნდა გააჩინოს, ხო, რა თქმა უნდა არ ნიშნავს. აი ჩვენი თაობის მიდგომა საკითხისადმი იყო განსხვავებული. ეხლა ახალგაზრდები გეგმავენ ჯერ კარიერას, კარიერულ ზრდას და შემდგომ ბავშვის გაჩენას. ამას ჩვენ უწოდებთ დროში გადადებულ დედობას. ესეც შესაძლებელი გახლავთ, არის მედიცინის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ქალს ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერს, რა თქმა უნდა, ამასაც თავისი დიაპაზონი გააჩნია, დავეხმაროთ, რომ გახდეს დედა. სხვა რისკები და გართულებები ახლავს ორსულობას 30 წლის შემდეგ, საინტერესოა. ძალიან კაი შეკითხვა გახლავთ ეგაც. საერთოდ წყვილი შვილს აჩენს, მაშინ ჩვენ ვაპარაკობთ თანამედროვე წყვილებზე, ვისაც შვილის გაჩენა უნდა, ხო? ნახეთ, არ ვახსენებ ქალი ტერმინი, წყვილი. წყვილი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მზად იმისათვის, რომ ყავდეს შვილი. როცა წყვილი გადაწყვეტს, რომ ყავდეს შვილი, ის მიდის ექიმთან. ამას ქვია ეგრეთ წოდებული ჩასახვამდელი ვიზიტი. აუცილებლად წყვილს მინიმალურს მაინც ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ, ახლა შევეცდები მოკლედ გითხრათ, რაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. უხსნით რა შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინმა, ეს არის ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ზრდაში, ზრდის ჩამორჩენა. რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მავნებლობაზე ვესაუბრებით, რადგან ის იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიას. ეს პრინციპში ნებისმიერ ასაკში. რა თქმა უნდა, ვიკვლევთ ქალი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, არის თუ არა გულის მანკი, აქვს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მით უმეტეს იცით, რომ აჭარა ენდემიური კერა გახლავთ, ხო? აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას ფოლიუმის მჟავის მიღების აუცილებლობის შესახებ, დაგეგმილ ჩასახვამდე თუნდაც 3 თვით ადრე უნდა დაიწყოს, რადგან ეს იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, უბრალოდ პრევენციას აკეთებს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარების ანომალიების, ანუ თავის და ზურგის ტვინის. რაც მთავარია, ვაწვდით ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, ამიტომ ვაკეთებ წყვილის გამოკვლევას, მათი იდენტიფიცირების შემთხვევაში ვაკეთებთ წყვილის კურნალობის აუცილებელ სქემას. მაგრამ დამატებით ასაკოვან ქალბატონებს, აი ბჭყალებში ხმარობ ამ სიტყვას, ხო? 35 წლის ასაკის ზემოთ ქალბატონს აუცილებლად დამატებით ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რატომ 35 წელი, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ასაკს, რა გავლენას ახდენს ის კვერცხუჯრედის ხარისხზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ორსულობას ვერ მივხვდეთ, ხო? როცა ვლაპარაკობთ, აი საუბარი დავიწყეთ დაგეგმილ ორსულობაზე, ეს რას ნიშნავს? ეს არის ერთი კვერცხუჯრედის ცხოვრების ციკლი. ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, რაც ქალის ორგანიზმში ნატურალურად ხდება, ხო? ეს არის კვერცხუჯრედი უნდა მომწიფდეს, მოხდეს ოვულაცია, ანუ ფოლიკულიდან ის უნდა გამოვიდეს გარეთ, მოხდეს კვერცხსავალ მილში, სადაც განაყოფიერების შემდგომ ტრანსპორტირება ხდება. საშვილოსნოს ღრუში და დგება ორსულობა. აი სწორედ 35 წლის ასაკის ზემოთ
მკვეთრად მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხიც, რაოდენობაც და მათი განაყოფიერების უნარი და ხარისხი. მაგრამ მამაკაცების საყურადღებოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ხას უსვამთ მამაკაცების ხარისხს, სპერმის ხარისხს, რადგან ჩვენ ადრე ვსაუბრობდით, რომ მამაკაცებს ღრმა სიბერემდე აქვს სპერმატოგენეზი. რატომღაც პასუხისმგებლობას ქალბატონებს აკისრებდნენ ყოველთვის. თანამედროვე მედიცინა, რეპროდუქტოლოგია განსაკუთრებით გვეუბნება და გვაწვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასაკთან ერთად აგრეთვე ფუჭდება სპერმატოზოიდების ხარისხი, ხდება ეგრეთ წოდებული დნმ ფრაგმენტაცია, რაც იწვევს სპერმის სტრუქტურის ზრღვევას, ცვლილებას. ორსულობა შეიძლება დადგეს, მაგრამ ორსულობა შეწყდება. თუ კი ასეთ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ხას უსვამ თუ გაქვს სტატისტიკა, მაგალითად მამაკაცების ასაკობრივი ზღვარი, აი საიდან შეიძლება რომ უკვე ხარისხი დაეკარგოს. 45 წლის ასაკის ზემოთ უკვე არის საყურადღებო, ხო? საყურადღებო გახლავთ ეს მომენტი, რადგან ადრე გეცოდინებათ, რომ ქალბატონებს, როდესაც ანამნეზში ჰქონდათ შეწყვეტილი ორსულობები, განუწყვეტლად ხდებოდა ამ ქალის გამოკვლევა. თანამედროვე მედიცინა კი გვეუბნება, რომ აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი მამაკაცის ორგანიზმი, რომ გამოვრიცხოთ მამაკაცის მიერი ეტიოლოგიური ფაქტორი, ანუ კონკრეტული ავადობის, კონკრეტული ფაქტის არსებობა მამაკაცის მიერი მიზეზით. კი ბატონო. ასევე ქალბატონო ირმა საინტერესოა რა რისკები ახლავს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 35-დან შემდეგ ასაკში. ორსულობას ალბათ, ხო? არა, ფიზიოლოგიურ მშობიარობას. კი ბატონო. მშობიარობამდე 2-20 სიტყვით გეტყვით მაშინ ორსულობაზე, რომ ორსულობის მართვასაც გააჩნია თავისი ფიზიოლოგია, რადგან 35 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ორსულობასთან შეჭიდებული პრობლემის რისკი, მაგალითად ნაადრევი მშობიარობის რისკი, ანუ ორსულობის დრომდე მიუტანლობა. იზრდება, გაგონილი გექნება ტერმინი პრეეკლამსია იმისეც. რა თქმა უნდა, ესეც ასაკთან შეჭიდული გახლავთ. იზრდება აგრეთვე სხვადასხვა სახის გართულების რისკი, ვთქვათ, მცირე მასის ახალშობილის დაბადების რისკი, მაგრამ თქვენ გაინტერესებთ რომ მშობიარობის ფაქტი, ხო? ალბათ იმიტომ სვამთ ამ შეკითხვას, რომ გულისხმობთ კუნთების ელასტიურობას და მზაობას ფიზიოლოგიურად ორსულობის დამთავრებისაკენ. აქ მინდა მოგახსენოთ ერთი ფაქტი, რომ აქაც ძალიან დიდი ნაბიჯები წავიდა წინ მედიცინა. ჩვენ გვაქვს ეპიდურული ანესთეზია მშობიარობის დროს, რომელიც არაჩვეულებრივ რელაქსაციას აკეთებს მცირე მენჯის კუნთების და არავითარ შემთხვევაში თუ თანმდევი პათოლოგია ან ოპერაცია საკეისრო კვეთის კონკრეტული ჩვენება არ არის, მხოლოდ ასაკი უკუჩვენება ეპიდურალური ანესთეზია გახლავთ, ეპიდურული ანესთეზია. ეგ სხვა გახლავთ, სპინალური სხვა გახლავთ, ხო? ეპიდურული ანესთეზია ეს არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება იმართოს მშობიარობა უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში ნებისმიერი ქალის ასაკის დროს, ასე რომ ეს არ გახლავთ პრობლემა, რომ ასაკიდან გამომდინარე ვისაუბროთ ოპერაცია საკეისრო კვეთის ჩვენებას. კი ბატონო, ასევე გამიგია, რომ 40 წლის ასაკში შვილის გაჩენა ქალისთვის ასევე დადებით მხარეებსაც მოიცავს, ასე ვთქვათ. ახალგაზრდობა ორგანიზმისა ეს არის ფსიქოემოციური ფაქტორი, ხო? აი ძალიან დიდი რაოდენობით არაჩვეულებრივი ჰორმონი გამოიყოფა ორსულობის დროს, ჩვენ თავის ტვინში გვაქვს ნაწილი ჰიპოთალამუს ვეწოდებთ ამას და აი მისი ბირთვების სრული გადაჯგუფება ხდება ისე ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ ის ქალს ეხმარება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით დადებითი ემოცია წამოვიდეს, რომ მივიყვანოთ ორსულობა ბოლომდე. შემდეგ სწორედ ეს ბირთვები იღებენ თავის თავზე იმის ფუნქციას, რომ სწორად წარიმართოს, სწორად დაიწყოს იმპულსები იმისათვის, რომ ჩაერთოს მშობიარობის გამშვები ფიზიოლოგიური მექანიზმი. ეს რაც შეეხება დადებითი ფაქტორი. შემდეგ ამ მხრივ დადებითი ფაქტორი. ლაქტაცია. ლაქტაცია არაჩვეულებრივი არის იმისათვის, რომ ამ დროს დომინირებს ჰორმონი, ეგრეთ წოდებული პროლაქტინი, რომელიც თვითონ იწვევს ფიზიოლოგიურ ძვრას ქალის ორგანიზმში და ბლოკავს ნებისმიერი სახის, თუნდაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნის არსებობის პრევენციას. ასე რომ, იმდენად ფიზიოლოგიურად არის ჰორმონალური სტატუსი
შეწყობილი ერთმანეთთან, რომ ქალის მიჩნეული არის, რომ ქალი ან ჯერ კიდე ძველი ექიმები საუბრობენ, რაც უნდა უჭეშმარიტება, ან ორსული უნდა იყოს, ან ზუზუს აწოვებდეს იმისათვის, რომ ის იყოს ჯანმრთელი. ჩვენიერი პასუხია და ბოლოსკენ აი ქალბატონებს რაღაცას რეზიუმე რო გავაკეთოთ, მინდა რაღაც 1-2 სიტყვით რაღაც რჩევები უთხრათ, ვისაც 35 წლის შემდეგ გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთხელ ან თუნდაც პირველად გააჩინოს შვილი. დედობა ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ქალმა შეიძლება თავის ცხოვრების განმავლობაში განიცადოს. ყველა ქალბატონს უსურვებ, რომ გახდეს დედა. და მინდა მაინც ხმამაღლა განვაცხადო, რომ ასაკი ეს არ არის განაჩენი. თქვენი შეგნებული გადაწყვეტილების შემთხვევაში თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენებით შესაძლებელი არის გახდეთ დედა. ასე რომ ყველას გისურვებ თქვენი საუნუკვარი მიზნის მიღწევას. დედაც და ბებიაც ერთდროულად, ხო? რა თქმა უნდა, კი ბატონო. კი ბატონო და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ირმა რამიშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მე ან გინეკოლოგი იყო. გემშვიდობებით, მადლობა საინტერესო საუბრით. ჩვენ კი დრო არის ახლა რადიოზე გადავრთოთ ჩვენი ტალღები და თეონას და ილოს შევეხმიანოთ, მოკლედ რადიო დილის ტალღის ეთერში. ქობულეთი FM 96 და 1. ქედა FM 106 და 1. შუახევი FM 106. ხულო FM 104 და 1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილომჩიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და დღეს პირველად მივესალმებით ტელემაყურებელს. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. წარმატებული დღე. დღეს ვისაუბრებთ შორენა მახაჭაძის წიგნზე, რომელიც აჭარაში მოღვაწე ქართველ მწერლებზე მოგვითხრობს წიგნის სახელწოდება ეპოქათა მიჯნაზე. დილის რადიოს სტუმარი გახლავთ ავტორი ბესეუს ემერიტუს პროფესორი შორენა მახაჭაძე. მოგესალმებით ქალბატონო შორენა. მოგესალმებით თქვენს მსმენელსაც თურმე მაყურებელსაც. მადლობა რომ რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თქვენი პირველი წიგნი აჭარაში მოღვაწე ქართველ მწერლების შესახებ 2009 წელს გამოვიდა სიმბოლური სათაურით და სიტყვა იყო ღმერთი. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ გამოვიდა უკვე მეორე წიგნიც ამ მიმართულებით. შეცდომაში რო არ შევიყვანოთ მსმენელი და მაყურებელი ამ მიმართულებით, სწორედ ამიტომაც ბატონო, თორემ ისე 6 წიგნი მაქვს. დიახ. და როგორი იყო ამ წიგნზე მუშაობის პროცესი? თუ გინდ დავიწყოთ პირველი წიგნით, რომელიც 2009 წელს გამოცემული წიგნის შესახებაც გითხარით. აი, სავსებით სწორად ბრძანა ბატონმა ილომ, რომ ეს იყო სიმბოლური სათაურით, იმიტომ რომ აჭარაში სიტყვა არის ღმერთი. ჩვენ აჭარლები სწორედ აი ამ ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ენამ გადაგვარჩინა და ჩვენი იდენტობის გამსაზღვრელი გახლდათ მუდამ. აი ამიტომაც დავარქვი ესეთი სათაური და ეხლა განსხვავება ის არის 2009 წელს გამოსულსა და აი წელს 2025 წლის მიწურულს გამოსულ წიგნებს შორის, რომ პირველში ძირითადად მაინც შედარებით უფროსი თაობის მწერალთა შესახებ საუბრობდი. ნუ ჩვენი დიდი ზურაბ გორგილაძე, დიდი ფრიდონ ხალვაში, აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის დიდოსტატების შესახებ საუბრობდი. აი ეს წიგნი კი სხვათა შორის ასევე სიმბოლური სათაურით ეპოქათა მიჯნაზე გახლავთ უკვე ახალ თაობელთა ძირითადად, რა თქმა უნდა, შემოქმედების შესახებ. საქმე იმაშია, რომ მეც და აი ამ წიგნში შესული ესეების ინსპირაციის წყარო ვინც არის, 2 საუკუნეში ვცხოვრობთ. მართალია ისინი ჩემთან შედარებით ცოტა ხანს ცხოვრობდნენ მეორე საუკუნეში და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და 21 საუკუნის, ასე ვთქვათ, მგზავრები არიან galaktionisებურად, მაგრამ მაინც 2 საუკუნეში მოუწია ცხოვრება და აი ამ ახალგაზრდების შემოქმედება, რა თქმა უნდა, განსხვავდება
წინათაობელთაგან. მე წეხან მოგახსენეთ რომ აი ამ წიგნში არიან ძირითადი მაინც აი პროცენტი როგორც იტყვიან ახალთაობელები, მაგრამ ძველგაზრდებიც მყავს და იცით რატომ ჩემო ბატონო ილო და მშვენიერო თეონა? იმიტომ რომ აი ამ ძველისა და ახლის, ტრადიციულისა და რაღაც პროგრესულის და უფრო განსხვავებულის ერთიანობა ქმნის და უდებს საფუძველს ქართული მწერლობის განვითარებას, იმიტომ რომ ფესვების გარეშე არავინ და არაფერი არა ვართ და არც მწერლობა გახლავთ, იმიტომ რომ ქართული მწერლობა დაწყებული მე-5 საუკუნიდან 16 საუკუნოვანი მთლიანობაა და ბუნებრივია, წყვეტა არ არის. აი აქაც ტრადიცია პლუს ახალი იდეები, ახალი ტექნიკა, რასაც ხედავთ უკვე და ამ ეპოქას ჩვენსაც ქვია მეტამოდერნისტული ეპოქა, ჩემო ბატონო, რომელიც ინგლისელმა ლიუკ ტერნერმა მხატვარია სხვათა შორის და მოგახსენებათ რომ მხატვრები არიან ყველაზე ბუნტარები და რაღაც ახლის წამომღებები, იცით ხელოვნებაში იმპრესიონიზმი, ექსპრეს, ყველაფერი ეს მოდის იქედან და აი აქაც მეტამოდერნიზმში სწორედ მხატვარმა დაგვიწერა მანიფესტი, რომ ჩვენი ეპოქა, აი პოსტმოდერნიზმიდან გადავედით მეტამოდერნიზმში, ეს არის მერყევი ეპოქა, როდესაც ეს მერყეობა ინახეთ რა ზუსტად ახასიათებს გულწრფელობასა და ირონიას, რწმენასა და ურწმუნობას, ხო ეგრე არა? მართლაც ეხლა აღარ გავაგრძელებ, ცოტა დროში შეზღუდულნი ვარ და მირჩევნია ახალგაზრდებზე ვისაუბრო და აი ეს მეტამოდერნიზმი, რომელშიც იცით მართალია გვაქვს პრაგმატიზმი, მთლად ვერ გავდევნეთ, ხო? პოსტმოდერნიზმიდან, მაგრამ შევალამაზე ჩემოკარგებო და ეხლა გვაქვს რომანტიკული პრაგმატიზმი, ხო კაი? აი ეგეთი რაღაცა გვაქვს. ეხლა რომ გითხრათ, რა შეეხება დიახ, გითხარით, აი კონკრეტულად იმ ადამიანებზე, ვინც აი ბატონო, მოდი ჯერ ჩამოვთვლი და შემდეგ რომ ძალიან ისე თეორიულ საუბრად არ დაგვირჩეთ, ერთ მაგალითს მოვიყვან, ხო შეიძლება? აი აგერ არის შინაარსი, იწყება როინა ბუსერიძე, აჭი ბერიძე, გიორგი გაბაიძე, გენრი დოლიძე, სულხან წულუკიძე, თქვენი თანამშრომელი ფანტასტიკური, ქალთამზე ანა სურმანიძე, ჩემო ბატონებო და პაატა აბაშიძე, მოკლედ ძალიან გიორგი გაბაიძე თქვი, ხო? აი ეს მთელი კოჰორტა ახალგაზრდების, რომელთა სოფლ შეგრძნების ფორმა რა თქმა უნდა განსხვავდება. ბუნებრივია, როდესაც სოფლ შეგრძნების ფორმა განსხვავდება, განსხვავდება მათი წერის ტექნიკა, განსხვავდება უკვე მათი მთლიანად აი შემოქმედებითი პრინციპები, თუ შეიძლება ითქვას. მოდით ახლა ერთ პირდაპირ გეტყვით, რომ აი ამ მეტამოდერნისტული პოეზიის ავანგარდში დგას ჩვენი როინა ბუსერიძე, რომელზედაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შეღავათები ახალგაზრდა ჯერ ბაღანა დაგვინდება, აღარ აი წარმოიდგინეთ ახლა უკვე ოსტატია სიტყვისა, საოცრად შეიგრძნობს და ეს რომ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს, აი ახალი მგრძნობელობა, რაც ახასიათებს მეტამოდერნისტულ პოეზიას, ესეთი ლექსი აქვს. გეცოდნებათ ალბათ, მას ქვია ამ ქალაქში, ჩვენს ქალაქში. ესა ლექსი ქალაქზე, სადაც სხვა შორიდან აღარ ჩანს. აი მე რომ ზღვისპირას ბინა მივიღე, ტალღები ჩემს აივანზე მოდიოდა, ახლა სად არის ვეღარ ხედავ საერთოდ. ეს არის ქალაქი, რომელიც ცათამბჯენებში ჩაიძირა და მიუხედავად ამისა, ეს არის ქალაქი, რომელთანაც აი ამ ლექსის ლირიკული გმირი უხილავი ძაფებით გახლავთ დაკავშირებული ქალაქი, რომელთანაც მისი მოგონებები მამაზე, პირველ სიყვარულზე, მეგობარზეა და მოდით ერთ სტროფს ნებას მოგწევთ, წავიკითხავ. ამ ქალაქში ჩაიძირა ჩემი ბავშვობის მეგობარი.
ის ჩაიძირა ყველა იმ ბედნიერ წუთთან და სიცილის ზარებთან ერთად, რომელსაც თოვლში ცხელი შოთის პურივით მინაწილებდა. მისი სული თოლიებმა აკენკეს, წვეთ-წვეთობით მიუტანეს ზღვას და ზღვა გახდა უფრო თბილი. რა გითხრათ, ეს უკვე უმაღლესი დონის ხელოვნება, აი დამბურძგლა რამქნა ხოჭარ-დოჭარნაშობს ძალიან ზუსტი რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო კარგი ლექსი, ყოველთვის ზემოქმედებს ის ემოციას. და გამდენად ხელმისაწვდომია ეს სიგნი, სად შეიძლება შეძენა არა ბატონო. ხო, აი მე დიდი მადლობა ბატონო ილო, თორე დარჩებოდი უმადური ხალი. აი მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა აჭარის მწერალთა სახლს. ჩვენს მაშინ განათლების სამინისტროს ეკუთვნოდა. ახლა კულტურაში მაგას მე თვალს ვერ ვადევნებ, ამიტომ ორივეს მადლობა ჩემო ბატონო. რომელს აკეთებს და მე მინდა გითხრათ, რომ ეს რომ არა ალბათ ვერ დაიბეჭდებოდა მოგესალმებათ, ახლა მე პენსიონერიც ვარ და რა დაბეჭდავდა ამას, ამიტომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მართლა აჭარის მწერალთა სახლს, ქალბატონ ლალი კონცელიძეს და ამ წიგნის რედაქტორს ეს გახლავთ ბატონი დავით თედორაძე, ჩვენი ცნობილი, აი ძველთაობელი, მაგრამ გასაოცარი პიროვნება და აი მათი ძალისხმევა, რომ არა ნამდვილად არ დაიბეჭდებოდა და მინდა გითხრათ, რომ ეს გაყიდვაში არ არის. 6 წიგნი მაქვს, არც ერთი არ გამიყიდია ჯერ. შემიძლია ვთქვა, რომ ჰონორარი რა არის, არ ვიცი. არ წიგნებიდან. იმიტომ რომ მე კომუნისტების დროს არ ვბეჭდავდი, ჩემო ბატონო. ახლა თლად კი ვარ პენსიონერი, მაგრამ თლად ბებერი კი არა ვარ და ამიტომ რადგან არ ვბეჭდავდი, ჰონორარი რა არის, არ ვიცი. ეს არის თავიდან ბოლომდე რაც დავბეჭდე, ქველმოქმედება ზოგი სიძემ დამიბეჭდა, აბარაში გამომაგდება. ზოგი ბატონო, შვილიშვილმა უკვე ბიზნეს მენი მყავს 22 წლისაა, მაგრამ და ახლა მომავალი წიგნის, ასე ვთქვათ, მასალებს ვაგროვებ და ისევ შვილიშვილის იმედი მაქვს მერტოდ მომიშდი. დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის. არაჩვეულებრივი განწყობა შემოიტანეთ ახლა ჩვენს ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთგვარი რესპონდენტი ცეცხლი. აბა დილიდან ხوار დავაძინე, ხალხს გამოფხიზლების დროა. დიდი მადლობა დილის რადიოს სტუმარი გახდათ. დიდი მადლობა. დილის რადიოს სტუმარი გახდათ ვესეუს ემერიტუს პროფესორი შორენა მახაჭაძე. როგორი ემოციაც მოიტანა ქალბატონმა შორენამ, ალბათ ბევრ ადამიანს გაუჩნდა სურვილი ეს წიგნი რომ ნახოს, ცუდია რომ გაყიდვაში არ არის, მაგრამ იქნებ რაღაცა მოხდეს ისეთი რომ გამოიცეს გაყიდვის ტირაჟითაც. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად, ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. დაგიბრუნდით ეთერში, შევახსენოთ მაყურებლებს, რომ სტუდიაში დღეს მუშაობ მე ანა შამალა და დემეტრე ზოიძე და თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ახლა მომდევნო რუბრიკის დრო მოვიდა, რომელსაც ტრადიციულად ყოველ სამშაბათს ჩვენი კოლეგა თიკო მიქელაძე გვიმზადებს დროის მანქანა. ამჯერად თიკო თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ ფაცაში იმყოფებოდა ჩვენებურებთან სტუმრად და სწორედ იქედან ჩამოგვიტანა ეპიზოდი. ნახოთ რუბრიკა დროის მანქანა. ქართული მიწა, ქართული სოფლები, ტერიტორიები, რომლებიც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებში შედიოდა. დღეს ამ სოფლებს თურქეთს საქართველოს საზღვრიდან 400 კილომეტრი აშორებს. მათი ცხოვრება 150 წლის შემდეგაც ქართული ადათების, კულტურისა და კერძების სურნელს ატარებს. და რაც ყველაზე მთავარია, მათ შემოინახეს სტუმართ მასპინძლობა. ისეთი, როგორიც მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს. ჩვენ ფაცას რაიონის ორ სოფელს, კაბაღდაღსა და სუდერეს ვესტუმრეთ. სოფლებს, სადაც ძირითადად ქობულეთიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს. კაბაღდაღი აქ ერთ დროს ხშირი და გაუვალი ტყე ყოფილა. სოფელში დასახლებულ ქართველებს
გაუვალი ტყე გაუკაფავთ და აქაურობა გოგრის გარეკანივით, სუფთა, პრიალა და წმინდა სოფლად უქცევიათ. აქედან მოდის სახელწოდებაც კაბაღდაღი. კაბაღდაღზე ვცხოვრობ, აქანა გამოსულან ბაბუაები 1830 წელში გამოსულან აქანა. არდეშენში გამოსულან ბაბუაები, დიდვანები, აქაური ხალხი. იქ გამოსულან წაიქ დარჩენილი ამას მემრე წამოსულან აქეთ. ამოსულან აქეთ ზეთქენერი მაღალი თაიარი. იქანე ამოსულა მერს უთხრობი აქი. აქორობა სულ თქვენიაო. აქანაი რაც ხაფერ გინდებიან, ისე დეიმოსახლეთ იგიქენით, აი მისცა თქვენი არაკაცი არა აქანაია. აქანა ჩვენები ბაბუები გამოსულა გვარი. ქათამეზეს აქანაი სახლი, აქანაი ელიაზეს ასე, ინაიშვილს ასე, გოლომანიძეს თქვენი ადგილი აქორობა დუნაწილებიან. იუმას ბოლქვაძემ ეს ყველაფერი წინაპრებისგან იცის, რომ საქართველოში ჰყავს ნათესავები, რომლებიც მუდამ სიხარულით ელიან. 1999 წელში გამოვედის საქართველოში. ერთ გამოსვლაზე 27 დღე დარჩი იქანაი პირველი გამოსვლაზე. საქართველოს გულიდან არ მაქვს ამოღებული, ვერ ამოუღე. ახლა ჩემი თვით საქართველოს ქობულეთი გულია. კაბაღდაღის მკვიდრია იუსუფ კობა მიქელაძეც. ყველა რომ თავისი ქონებით მოვიდა უпростоრად, ბაბაჩემი ომარ მიქელაძე. იმიშვილი ისმაილ მიქელაძე. თავისი წიგნებით მოვიდა. ერთი შეიძლება ერთი პატარა გურიზავი ვერ გაზიდავდა იმდენი წიგნი ქონდა ჩვენ ბავშვობაში სოფელში. კობას ოჯახში განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა. აუცილებელი პირობა ქართული წერა-კითხვის ცოდნა იყო, რომელიც შემდგომ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თავად კობამ საქართველოში მიმოსვლა 17 წლის ასაკში დაიწყო. ყველა ადამიანს უნდა თავისი რესპუბლიკა, დამოუკიდებელი თავისუფალი რესპუბლიკა. მეს მინდოდა მაგი სიზმრებში ვეძებდი საქართველოს. ერთი რაღაცა ჯერავს, რომ ჩემი სამშობლო უნდა იყოს ქრისტიანი. ქრისტიანობა გააერთიანებს საქართველოს. კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა საქართველოში, მისი პასუხი ასეთი იყო. არ ვაპირებ. იმიტომ მე საქართველოში ვარ. ვის დავტოვოთ ეს კუთხეები? არ წავა საქართველოში ვარ. მე ჩემი ტერიტორიაში ვარ. მეორე სოფელი კი სუდერეა. სახელწოდება სუდერე ღელეს ნიშნავს. 130 ქართული ოჯახით დასახლებული სოფლის გამგებელი ჯემალ სურმანიძეა. წარმოშობით დაბა ქედიდან. ჯემალი ეცადა ქართული ენა არ დაევიწყებინა და მომავალი თაობებისთვის შემოენახა. 30 წლის შვილი მყავს, დიდი ბიჭი, ორი ბიჭი მყავს. ყველა ისინი იციან, ქართულად იციან, ლაპარაკობენ. ზათ ასე იქნა. 1-3-4 წელი იქნა. ბავშვებთ ვებნებით ყველამ დაისწავლეთ ლაპარაკი. ქართულად ლაპარაკი დაისწავლეთ, არ დაგაბიზდნენ ჩვენი ენა არის. ერთი დრო მოვა ჩვენ დაგვირდესნა. სურდა საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან მრავალი წლის წინანდელი ურთიერთობა კვლავ აღედგინა. სამჯერ შევედი საქართველოში, სამჯერ. პირველად არ ვიცოდი, მეორე ვერ ვნახე, მესამე წევედი, იქა გინდა ერთი მოგობარი ნაცნობი. ევედი იქა სოფელში, იქა ერთი ჩემზე დიდია, ერთი ძმა ვიცანევის ზაზა. იმან დამარუნია, ყველა იქა მასნობია, ჩემი სურმანეწეები დამანახეა, ვილაპარაკეთ. ერთი დღე ვიყავე, მე ღამე ვიყავე, მერე დღეს უკან წამოვედი. ახლა ვაპირებ ახალი წელი რომ მოვა ოჯახის თვე რომ მოვა, იმის 15 დღეში გვინდა წასვლა 64 ხალხი. კაცი აქედან იქა წასვლა გვინდა. შეიძლება ცოლების წევყვანოთ, ასე ვფიქრობ, ერთ-ორი მაქანა წევიდეთ და დევიაროთ წამოვიდეთ. ასე ცხოვრობენ გურჯები. სამშობლოსგან შორს მყოფნი, მაგრამ მასზე უზომოდ შეყვარებულნი. გურჯები, რომლებმაც მანძილისა და დროის მიუხედავად საქართველოს სიყვარული გულით ატარეს. მადლობა თიკო მიქელაძე სამ არაჩვეულებრივი მოგზაურობისთვის ჩვენს მიწაზე.
ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და ეხლა პირდაპირ ჩართვის დრო არის გასტრონომიული ტურიზმი, რომელიც უკვე მესამე დღე მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. ჩვენც ვიმყოფებოდით მე და დემეტრე და არაჩვეულებრივი ღონისძიების მომსწრენი გავხდით. მოკლედ პირდაპირ ჩართვით უნდა შემოგვერთეს ანა ჟოჟაძე, ანა დილამშვიდობის ანა. დილამშვიდობისა დემე ანა მოგესალმებით, მივესალმებით დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, ყველას ენერგიულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს მასპინძლობს. ამ ფორუმის ფარგლებში ბათუმს ეწვია მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ცნობილი შეფები საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და იტალიიდან და 3 დღის მანძილზე მოკლედ ადგილობრივ მზარეულებს საშუალება აქვთ, რომ საერთაშორისო შეფებისგან მიიღონ რეკომენდაციები უახლოესი ტენდენციები და ზოგადად გაიცნონ ახალ გასტრონომიულ მიდგომებს. დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და მასთან ერთად უფრო ვრცლად ვისაუბრებთ წლევანდელი ფორუმის შესახებ. დილამშვიდობისა, მადლობა რომ დაგვითმეთ დილიდან დრო ფლუს-ფლუსის მიუხედავად. მინდა პირველ რიგში საუბარი დავიწყო უშუალოდ ფორუმის მიზნებსა და მნიშვნელობაზე. რა არის წლევანდელი მიზანი და რითგან სხვავდება წლევანდელი ფორუმი ვთქვათ გასული წლებისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდარია ქართული სამზარეულო. ამოუწურავია ის პოტენციალი, რომელიც ქართულ გასტრონომიას აქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მდიდარი შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ასახული ჩვენი კვების ობიექტებში, რესტორნებში, ახლებულად და საინტერესოდ და რა თქმა უნდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებლობები, რაც თევზეულის კუთხით გვაქვს, მიმდინარე წლის თემა არის თევზეული და ზღვის პროდუქტები, იყოს წარმოდგენილი კვების ობიექტებში, ამიტომაც ჩვენთან ერთად არიან საერთაშორისო ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ადგილობრივ შეფებთან ერთად ატარებენ სპეციალურ მასტერკლასებს, რაც დაეხმარება ჩვენ ადგილობრივ მზარეულებს, რომ უფრო საინტერესო და წარმოადგინონ კერძები კვების ობიექტებში და რესტორნებში. აჭარა არის ტურისტული რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კვება ზოგადად ტურისტული მომსახურების ჯაჭვში და მნიშვნელოვანია, რომ ის მდიდარი შესაძლებლობები, რომელიც ლაზურ სამზარეულოს აქვს, შავი ზღვისპირა სამზარეულოს აქვს და ეს იდენტობა, რომელიც ჩვენ გამოგვარჩევს ზოგადად კულინარიის თვალსაზრისით, იყოს ხელმისაწვდომი, სანახავი, დასაგემოვნებელი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სარესტორნო ქსელებში. ამიტომ ძალიან აქტიურად ვატარებთ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებს, ტრენინგებს, ასევე ჩვენი ფორუმი მოიცავს რეგიონის კერძების და ლაზური სამზარეულოს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას, მეტი ადამიანისათვის გაცნობას, რასაც ხელს უწყობს ასევე ის რეცეპტები, რომელიც შეიკრიბა 140-მდე უნიკალური რეცეპტი შეიკრიბა სახელმძღვანელოებად გამოიცა, რომელიც სახელმძღვანელოები ძირითადად შეფმზარეულებისთვის, ამ შემთხვევაში კვების ექსპერტებისთვის, კვების ფოტოგრაფებისთვის და უშუალოდ გამომცემლობებისთვისაც არის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ჩვენს კერძო სექტორთან, სხვადასხვა უწყებასთან და ამავდროულად საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაძლიეროთ რეგიონალური გასტრონომია. ქალბატონო თინათან მინდა უშუალოდ პროგრამასაც ვისაუბროთ დეტალურად, ანუ პირველ დღეს როგორც ვიცი ექსპერტებმა და ქართველმა შეფებმა ისაუბრეს ზოგადად შავი ზღვის გემოებზე და თევზის მომზადებაზე, ასე ვთქვათ და მერე უკვე შემდეგი 2 დღე დაეთმობა დღევანდელი მესამე ბოლო დღეც მასტერკლასებს. ზოგადად უკავშირი როგორია და ადგილობრივი მზარეულების ჩართულობაც როგორია და გაიზარდა თუ არა წინა წლებთან შედარებით? რა თქმა უნდა, ინტერესი ბათუმის საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის მიმართ არის ძალიან მაღალი. უნდა ითქვას, რომ ჩვენ პროგრამა შევარჩიეთ ისე, რომ ის საინტერესო ყოფილიყო როგორც ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებთ გასტრონომია, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ შედეგი მივიღოთ და შეფმზარეულებს და უშუალოდ პროფესიონალებს, ვინც ამ საქმეში არიან ჩართული, ჰქონდეთ ძალიან დიდი გამოცდილების მიღების საშუალება. ამიტომაც პირველ დღეს დაიგეგმა ფორუმი, დისკუსიები, პრეზენტაციები უშუალოდ ლაზური გასტრონომიის, თევზეულის პოტენციალის შესახებ, სადაც ძალიან საინტერესო დისკუსიები და პრეზენტაციები გამართეს, როგორც ადგილობრივმა შეფებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა. ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ შეხვედრებზე, ფორუმებზე აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც კვების ობიექტების მენეჯერები, სასტუმროების მენეჯერები, ამავდროულად ყველა უწყების წარმომადგენელი, ვინც დაკავშირებულია უშუალოდ ზღვის პროდუქტებთან და ზღვის პროდუქტების განვითარების საკითხებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საღამოს სპეციალურად ქართველი შეფების და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა სადემონსტრაციო ვახშამი, რომელიც მომზადდა ძველი ლაზური კერძების აღდგენილი რეცეპტების ინსპირაციებით და ამან ძალიან დიდი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია და რა თქმა უნდა ჩვენ გუშინ და დღეს აქტიურად დავგეგმეთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ძალიან საინტერესო ტრენინგები და მასტერკლასები ჯამში აღნიშნული პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ტრენინგებში, მოთხოვნა ძალიან მაღალია და ჩვენ ძალიან აქტიურად ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა უწყების მხარდაჭერით ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მდიდარი კულინარიის კიდევ უფრო განვითარებას და გაძლიერებას. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი. ახლა კი მინდა გადავინაცვლო ბრენდ შეფთან, დადუნა ღლონტთან, დილო მშვიდობისა. როგორც ვიცი, ამ წუთებში ფრანგი შეფი ატარებს მასტერკლასს თევზის მომზადებასთან დაკავშირებით, რომ თქვათ ძირითადი აქცენტები, რაზე გაკეთდა და როგორი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ადგილობრივი მზარეულების აქტიურობა. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, როგორც იცით, წლევანდელი გასტრობათუმის მთავარი თემა არის თევზეული და ზღვის პროდუქტები და შესაბამისად ჩვენ სამზარეულოშიც თევზის სურნელი დგას და ზღვის პროდუქტების. დღეს არის პირველი დღე მასტერკლასის. დღეს ჩვენ მოვამზადეთ უკვე 4 კერძი, ეს არის ბოლო კერძი, ხა რომელიც მიმდინარეობს დასრულება. ბოლო კერძი არის კრევეტების ტარტარი, ასე ვთქვათ, შეზავებული ცოტა ქართული გემოებით. შეფმა განსაკუთრებით მოინდომა, რომ ადგილობრივი პროდუქცია გამოეყენებინა და პროდუქტი ან ბოსტნეული ძირითადად ჩვენია გამოყენებული. რა თქმა უნდა, ცოტა ისეთი სუნელები და უცხო გემოებიც ჩამოიტანა, რა თქმა უნდა და ეხლა ასრულებს უკვე ბოლო კერძს. ეს არის კრევეტების ტარტარი, რომელიც არის სიფონში მომზადებული მაიონეზით და გამოიყენა ჩვენი ფეიხოა, რომელიც ძალიან მოეწონა და თურმე საფრანგეთში არ ქონიათ და გამიხარდა რაღაცა, რომ ჩვენ გვაქვს და ფრანგებს არა აქვს, ასე რომ ჩართულობა ძალიან აქტიურია, როგორც წინა წლებში, წელსაც, რა თქმა უნდა. წელს უბრალოდ უკვე ყველა ელოდებოდა ამ მასტერკლასებს, რადგან უკვე იცოდნენ რა ელოდათ წინ. დღის მეორე ნახევარში გვაქვს სტეფანია კიჩის მასტერკლასი. ეხლა ატარებს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნის მფლობელი შეფი მასტერკლასს. გამაუწყდა ჟულიენ ეინოტი, უკვე ამერია სახელები ფრანგული და დღეს უკვე დავასრულებ და ნახეთ როგორ მიმდინარეობს ძალიან დიდი გულისწყურით უდგება ჩვენი მსმენელი ამ მასტერკლასებს. რა თქმა უნდა, ჩართულობაც აქვს, ბევრ კითხვებს ვამენ, ბევრ ინფორმაციას იღებენ და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობთ, მსგავსი მასტერკლასები და მსგავსი ფორუმები ამ შემთხვევაში ადგილობრივი მზარეულებისთვის და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული გასტრონომია და რამდენად ეხმარება ამ საერთაშორისო ტენდენციებს და ახალ თანამედროვე მიდგომებს, ესე ვთქვათ, ფეხდაფეხ მივყვეთ. გეტყვით იმას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი გასტრონომიის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის უცხოური გამოცდილების გაზიარება. ჩვენ იმდენ ახალს და საინტერესოს სწავლობთ და სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენს მზარეულებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ესეთი კერძები და ესეთი შეფები საქართველოში ნახონ და მიიღონ გამოცდილება. ამიტომ ეს გასტრონომიული ფორუმი პირველ რიგში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ უფრო მეტი, გაგვეხსნას ჩვენ მზარეულებს ტვინი, მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩვენს მენიუში, რეგიონალურ სამზარეულოში, რადგან თქვენი კუთხე მნიშვნელოვანია აჭარის კუთხე თევზეულით და ეს ფორუმიც იმიტომ მიეძღვნა ზუსტად თევზის მომზადების ტექნოლოგიებს და რეცეპტებს. სწორედ ამ კუთხით განვითარდა. რომ ამ კუთხით ეს რეგიონი იყოს გამორჩეული და მე ზუსტად ვიცი, რომ ეს მზარეულები და მზარეულები, რომლებიც ესწრებიან ამ მასტერკლასებს, კიდევ უფრო მეტ და საინტერესო რეცეპტურას შექმნიან. დღესდღეობით სად ვართ გასტრონომიაში და რა გამოწვევების წინაშე ვდგევართ, აი ეს უკვე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა და ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია სწავლა-განათლება. ეს ალბათ ყველაზე მეტად დაგვეხმარება, რომ ქართული გასტრონომია უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ამ ფორუმს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ შეფების განვითარებაშიც. ცირედით მაინც. უმნიშვნელოვანესი წილი მიუძღვის, იმიტომ რომ აჭარის რეგიონი არის პირველი და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის უდიდესი ძალისხმევით ხდება ეს ყველაფერი და მთელ საქართველოში პირველები არიან, ასე ვთქვათ, ასეთი მიმართულებით, სწავლა-განათლების მიმართულებით და ამხელა სურვილი, რომელიც არის ამ ადამიანებში, ძალიან დასაფასებელია და
დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამაში არის ჩართული. მადლობა თქვენ, მადლობა ანაშენ ამ ჩართვისთვის. წარმატებები უსურვოთ გასტრობათუმ, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა თბილისის დროით ზუსტად 10 საათი შესრულდა და უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში ჩვენი კოლეგა სოფო ხელაძე შემოგვიერთდება. სოფო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ახალ ამბებს მოგიყვებით 10 საათისთვის. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა საერთაშორისო მედიის საგამოძიებო რეპორტაჟი და სტატია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC სტატიის შემდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით დაიწყო გამოძიება. ასევე ცნობილია, რომ BBC-ს სრულ ინფორმაციის გავრცელებისთვის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს ქართული ოცნება. შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საშუალებები გამოიყენა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ესაუბრებენ მსოფლიო მომსახურების ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა კამიტი უწოდეს. მმართველ გუნდში საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი შეფასებით აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაკავშირებულია საქართველოში გარე ძალებისგან მართული ჩავარდნილი არეულობის გამო. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერ დადგინდეს სიმართლე, გაეცეს პასუხები ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არის და პირველ რიგში ეს შეკითხვა არის, რატომ იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და რატომ გადადგა სახელმწიფომ ეს ნაბიჯები, რომელსაც მოყვა კონკრეტული მსხვერპლები და ყავს დღესდღეობით ადამიანები, რომლებიც დაზიანდნენ და კიდევ არ ვიცით რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის დაველოდოთ გამოძიებას. სასაკურველია სიცრუე, არ შეიძლება რომ თელ BBC-ს დავაბრალოთ, სასაკურველია ეს არსებობს გარკვეული მიმართულება, გარკვეული სტრუქტურა, რომელიც ლამობს როგორმე ჩაერთოს აი ამ ქსელში ზოგი პროპაგანდისტურს ეძახის ამას, ზოგი პროპაგანდისტურს და ძალისმიერ შერეულს დაგეგმას რევოლუციური პროცესების განვითარების ხელშეწყობას და მთელი რიგი სისტემები მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი ეს სიცრუე არის შემადგენელი ნაწილი აი ამ დიდი შეთქმულებისა საქართველოს წინააღმდეგ, რასაც უნდა გაუძლოთ. BBC-ს საგამოძიებო სტატიას ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება ეხმაურება და მოუწოდებს პარტნიორებს იმ აღჭურვილობის გადაცემას შეზღუდონ, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს. ალდე აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შალ პაპუაშვილი დელიში შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. თანამედროვე სამყაროში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ ძირითად რგოლს გამოიყენოთ მაქსიმალურად, ამიტომ ინდოეთის პარლამენტთან ჩვენი პარლამენტის ურთიერთობა, მათ შორის დარგობრივი კომიტეტების ურთიერთობა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ერთობლივად ხელი შევუწყოთ ამ დერეფნის განვითარებას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით საერთო ინტერესის პროექტებისა და ორმხრივი ინტერესის პროექტების სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა. პროექტის თანახმად 1155 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებითა და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
არარეგისტრირებული სახერხის საამქრო გამოავლინა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უწყების ინფორმაციით სოფელ ნატანებში მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 53 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი. თუ კანონო სარგებლობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გურიაში უკანონო სახერხის საამქრო იქნა გამოვლენილი. ტერიტორიაზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხე-ტყე. აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს. ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დუბლინში ჩავიდნენ. უკრაინის ლიდერი პრემიერ-მინისტრ მაიკ მარტინ შეხვდება და ირლანდიის ვიცე-პრემიერთან ერთად ირლანდია-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმს გახსნის. ზელენსკი ასევე შეხვდება ქვეყნის ახლდარჩეულ პრეზიდენტს. ირლანდიაში მისი ვიზიტი უკრაინის სამშვიდობო გეგმისთვის კრიტიკულ დროს ემთხვევა. დუბლინში ფლორიდიდან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვსაც ელოდებიან, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ამერიკულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს პირადად აცნობებს. ვლადიმერ პუტინის სამხედრო სარდლობის ფუნქცია ეწვია და უმაღლესი მეთაურებისგან უკრაინის ქალაქების პოკროვსკისა და ვოვჩანსკის აღების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. საინფორმაციო არხმა როსია 24-მა გავრცელა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება პუტინის გაერთიანებული ძალების სარდლობის პუნქტში რუსეთის შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. გერასიმოვმა პუტინს აცნობა, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, პოკროვსკი და ხარკოვის რეგიონში ვოვჩანსკი აიღეს, ასევე სხვა სექტორებში განხორციელებული სხვა სამხედრო შეტევითი მოქმედებების შედეგები. უკრაინის ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ორივე ქალაქი რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ უკრაინის ფრონტის ხაზის ქალაქ პოკროვსკის ცენტრში მისი ჯარისკაცები არიან ასახული. ბულგარეთის დედაქალაქსა და რამდენიმე სხვა ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე. მოქალაქეები 2026 წლის ბიუჯეტის გეგმას აპროტესტებდნენ, რომელიც ევროში შემუშავებული პირველი გეგმა, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 1 იანვარს საერთო ვალუტას მიიღებს. მომიტინგების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, რომელმაც სოფიაში მმართველი პარტიების ოფისები ალყაში მოაქცია. წესრიგის დამცველებს ქვებს, ბოთლებსა და ფოიერვერკებს ესროდნენ. 28 ნოემბერს მსგავსი საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობამ პირობა დადო, რომ პარლამენტს ხელახლა წარუდგენდა 2006 წლის ბიუჯეტის გეგმას, რათა ოპოზიციურ პარტიებთან, პროფკავშირებთან და დამსახურებლებთან კონსულტაციებისთვის მეტი დრო ჰქონოდა. პარლამენტის კომიტეტმა ბიუჯეტის გეგმა პირველი მოსმენით 18 ნოემბერს მიიღო. ოპოზიციური პარტიები და სხვა ორგანიზაციები აპროტესტებენ მთავრობის გეგმებს, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის შენატანებისა და უფრო მაღალი ხარჯების დასაფინანსებლად დივიდენდებზე გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, ასევე სახელმწიფო კორუფციასაც. თეთრმა სახლმა საშობაო დეკორაციების შესახებ ვიდეო კადრები გაავრცელა, რომელშიც ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპიც მონაწილეობს. პირველი ლედი თეთრი სახლის სხვადასხვა ოთახს ათვალიერებს, რომლებიც სადღესასწაულოდ არის მორთული. მათ შორის კადრებზე აღმოჩნდილია ათობით საშობაო ნაძვის ხე და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პორტრეტი. წლევანდელი საშობაო თემა სახლი იქ არის, სადაც გულია ხაზს უსვამს ამერიკის გულწრფელ ხასიათს ხალხის სახლში. მელანია ტრამპის საშობაო დეკორაციები ასევე ეძღვნება მომავალი წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლის თავს ტრადიციულ სადღესასწაულო პალიტრაში პატრიოტული ელემენტების შერწყმით და დახვეწილი დეკორაციებით. კომუნიკაციების კომისიამ და მედია ლაბმა ახალგაზრდებისთვის მესამედ გამოცხადებული მედია წიგნიერების გლობალურ ჰაკათონში გამარჯვებული დააჯილდოვეს. ჰაკათონი იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ძირითად თემებს ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ 3 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩავატარეთ მედია წიგნიერების ჰაკათონი. შეირჩა 10 საუკეთესო გუნდი, მათ გაიარეს ორდღიანი მომზადება, მენტორებთან ერთად დახვეწეს პროექტები და მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც ჟიურის წინაშე დღეს წარადგინეს. სადაც გამოავლინეთ 3 გამარჯვებული, პირველი, მეორე და მესამე ადგილი. მათ შეხვდათ ფულადი პრიზები, რასაც პროექტის განვითარებას მოახმარენ. დავასრულეთ 48 საათიანი მედია წიგნიერების ჰაკათონი. 10 არაჩვეულებრივი გუნდი წარსდგა ჟიურის წინაშე, განსაკუთრებულად რთული იყო გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა გაიმარჯვა იმან, ვინც ყველაზე დიდ და გლობალურ პრობლემას ჭრიდა. წარმატებები მინდა უსურვო 10-ვე გუნდს.
დღეიდან ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებები ქალაქში 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს გახსნის ფოლკლორული ანსამბლი ბათუმი საფესტივალო დღეებში წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები. სცენაზე წარსდგებიან იაპონელი პიანისტი უსუი ტოშიკი, აჰმედ ალ-ჰაშემი, საერთაშორისო კონკურსი French Riviera-ს ფინალისტი ბარბარე თათარაძე, ლეგენდარული ანსამბლი ქართული ხმები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის სამტომეული საქართველოს ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია პრეზენტაცია. ასევე 6 დეკემბერს ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იქნება იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995-2015 წლებში. 6-7 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქი კონტაქტურ კარატეში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს კოკორი კაპს უმასპინძლებს. შეჯიბრება კონტაქტური კარატეს ევროპის ფედერაციის ეგიდით ტარდება და აღმოსავლური ორთაბრძოლების ამ სახეობაში საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. ვინაიდან მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ სპორტსმენებს შეუძლიათ, რომლებსაც თავად ევროპის ფედერაცია მიიწვევს. ტურნირზე, რომელიც მხოლოდ ერთ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართება, იბრძოლებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ პრიზიორები, ასევე იაპონიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები. საქართველოს ტურნირზე ევროპის ორგზის მოქმედი ჩემპიონი დიდებში და ახალგაზრდებში მსოფლიო თასის მფლობელი დავით მსხალაძე წარადგენს. ამავე ტურნირზე შეჯიბრება ახალგაზრდებს შორისაც გაიმართება. ჩვენი ქვეყნის ღირსებას ოთარ შაინიძე, გიორგი წილოსანი და ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი დიმიტრი მსხალაძე დაიცავენ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის მრავალგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი. შეიძლება ითქვას აი ბოლო წლების საუკეთესო მსოფლიო საუკეთესო მებრძოლი ვალერი დიმიტროვი ბულგარელი, რომელიც ატარებს სემინარს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები მაქსიმალურად ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ, რომელიც შემდგომად გამოადგებათ და უკვე თავიანთ კარიერაში დიდ როლს ითამაშებს. მისგან ძალიან ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება და სწორედ ის ადამიანი მოვიწვიეთ და ვფიქრობ საინტერესო სემინარი გამოვა და ყველას უსურვებ წარმატებას. ეს საქართველოში ჩემი პირველი სემინარია და აქ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი პატივია. ვინაიდან საქართველოს ნაკრები ევროპაში დღესდღეობით საუკეთესოა და აქ ძალიან ბევრი ძლიერი მებრძოლია თავმოყრილი. ევროპის ბოლო ჩემპიონატზე თქვენმა გუნდმა მამაკაცთა შორის აბსოლუტურის გარდა ყველა წონით კატეგორიაში გაემარჯვა. აბსოლუტურში მონაწილე არ ყავდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოლოდათ აუცილებლად მოიგებდით. დღეს საქართველოს ნაკრებს პროფესიონალი მწვრთნელი ხელმძღვანელობს, რაც შედეგებზეც აისახება. წარმატებას გისურვებთ მომავალ ტურნირებში. ასეთი იყო ახალი ამბები 10 საათზე, მთავარი პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება. დავბრუნდით ეთერში და შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღას, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვნახოთ გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. ანონსი ჩვენს ეთერში. სტუდიაში მუსიკალური თემით შემოგიერთდებით. დილის ტალღაში კლიპის პრემიერა შედგება. ბათუმის სიყვარულია, ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ბენდი მაჭახელა ასრულებს. როგორ მიმდინარეობდა მუსიკასა და კლიპზე მუშაობა? სტუდიაში ბენდ მაჭახელას წევრებისგან გავიგებთ გადაცემას კი დაპირებული ვიდეო რგოლით დავასრულებთ. ამ ნაწილში ბენდ მაჭახელაზე ვისაუბრებს და დილის ტალღის ეთერში გვექნება მუსიკალური კლიპის პრემიერა სახელწოდებით ბათუმის სიყვარულია. ამ თემაზე უფრო ცუდად სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, რომლებიც უკვე დილის ტალღის სტუდიაში არიან ჩვენთან ერთად. ბატონი გიორგი ნაგერვაძე, ბენდ მაჭახელას ხელმძღვანელი, დავით გელაძე, ბენდ მაჭახელას წევრი და ლაშა მოისწრაფიშვილი, ბენდ მაჭახელას სოლისტი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა. არაჩვეულებრივად. მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმრები და მოდი სანამ უშუალოდ კლიპს შევეხებით, დავიწყოთ თავიდან. როგორც მაქვს ინფორმაცია, 2006 წელს ჩამოყალიბდა ეს ბენდი, ხო? სწორი, 2006 წელს ჩამოყალიბდა და გვიანბეთ ეს გავლილი გზა. 2006 წელს ჩამოყალიბდა დათო გელაძის ინიციატივით, ხელმძღვანელობით, ჩემო ბატონო. თავიდან ვიყავით, მცირე შემადგენლობა 5 ადამიანი ვიყავით, შემდეგ რამოდენიმე დავიმატეთ, მაგრამ ამ ბენდის სპეციფიკა იყო, რომ უნდა ჩანაფიქრი იყო, რომ ერთი წევრი უნდა ასრულებს რამოდენიმე ინსტრუმენტს და ამით იყო უფრო მრავალფეროვანი ჩვენი ეს კომპაქტური შემადგენლობა.
და დღემდე მოვდივართ და მაქსიმალურად უნივერსალური იყო თითოეული წევრი, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო, რაც უფრო ცოტა კოლექტივი ხარ, მცირე შემადგენლობით, უფრო ეფექტურია ყოველთვის. გასულითი კონცერტებიც, ასე ვთქვათ, კორპორატიული საღამოებს ამაშიც ეფექტია, როცა რაღაცას ინსტრუმენტს დებდა. სხვა ინსტრუმენტს საინტერესო რა ინსტრუმენტები ჟღერს თქვენს ბენჩში, მაშინ ავკითხვას და. ძალიან ბევრი ინსტრუმენტი. ძალიან ბევრი. როგორი გითხრათ ხა, ფანდური, სალამური, ჭიბონი, დასარტყამები თითქმის ყველა თუ რომ რამე არსებობს. საქსაფონი, გიტარა, ბას-გიტარა, აკორდეონი, გარმონი. რაღაც მარაკასები, რავი, ძალიან ბევრი რაღაცა. რავალფეროვნება მოკლედ. ძალიან დიდი. ჟანრობრივადაც რო ვისაუბროთ. ჟანრობრივად, ანუ თავიდან დავიწყეთ უფრო ფოლკში ვიყავით გადაწყვეტილები რა, ის რამოდენიმე წელი. შემდეგ რა თქმა უნდა, მე ხა პროფესიით პიანისტი ვარ, უკვე გადავედი. თავიდან ფანდური სალამური და რაღაცას უკრავდი. ეხაც უკრავ, მაგრამ უკვე შევიმატეთ კლავიში, ფორტეპიანო და უკვე უფრო მრავალფეროვანი ამით შევმატეთ მუსიკალურ. კლავიშის გარეშე დიახ, ანუ და გადავით უკვე ეთნო, ფოლკ, ჯაზში რა, ასე ვთქვათ რა. გადასარევ, მშვენიერი. კი ბატონო. საინტერესოა ეხლა რა ხდება ბენჩში დღევანდელი მოცემულობით, რამდენი ადამიანია დატვირთული და რა ადამიანისგან შედგება, როგორც ახსნა გიორგი, თითო ადამიანი რამოდენიმე ინსტრუმენტს უკრავს, გვაქვს ბევრი სიახლე, რამოდენიმე საავტორო, რამოდენიმე ისე და რომელიც თქვენს ეთერში გაჩერებულებად. და გყავთ ახალი წევრი. ხო? ხო, სწორად ვამბობ. ლაშა მოისწრაფილი. აგვიბრუნდა თბილისიდან. დავაბრუნეთ ბათუმში, იმიტომ რომ ჩვენი ტალანტები ჩვენ მეგჭირდებით ჩვენს ქალაქში და ჩვენ ზოგადად ბათუმელებმა ბოლო დროს ერთხმად გადავწყვეტეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენვე გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქი და არ დავტოვოთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. ბათუმელზე მეტად ვინ შეიყვარებს ხო ამ ქალაქს. ხო და შესაბამისად მე ძალიან მიხარია ლაშა, რომ შენ დაბრუნდი და აბა გვიანბე ხა როგორ აღმოჩნდი ამ ბენდში. მოკლედ ადამიანი შიდა მიგრაციით იმყოფება თუ გარე მიგრაციით ყოველთვის ენატრება ის სადაც დაიბადა ის თავისუფლებები და რაღაცნაირად დღის წასვლის დღიდან თბილისში ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში და კიპლარი არ იყო გადაჭრილი. ხო, არ იყო გადაჭრილი და იმ დღიდან ყოველთვის ფიქრობდი დაბრუნებაზე, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში მწიფდებოდა და ბოლოს მომწიფდა ეს ამბავი, რომ დავბრუნდი ოჯახთან ერთად და შევუერთდი ამ ჩემს მეორე ოჯახს, რასაც მაჭახელა ქვია, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და რაღაცნაირად ყოველთვის გიორგი ხსენებს ხოლმე, რომ ყოველთვის მინდოდა რომ რაღაც კოლაბორაცია შემდგარიყო და ესეც მოხდა. და მე ნელ-ნელა უკვე ვიფიქრეთ იმაზე, რომ გარდა ჩვენეული ვერსიების ამ ქართული ფოლკ სიმღერების და არა მარტო ფოლკ სიმღერებს, ჩვენ ესტრადასაც შევეხეთ და გარკვეულწილად ჩვენებური ვერსიებით თავაზობთ ხოლმე მსმენელს. უკვე მომწიფდა ის მომენტი, რომ საავტოროებზე გადავსულიყავით ნელ-ნელა და გადასარევი გადაწყვეტილება. ეს არის პირველი მერცხალი სიმღერა ბათუმზე. ეხლა რაზეც უნდა ვისაუბროთ. და რაც შეეხება დაბრუნებას, რა ვიცი, ბევრი მიმართულებით ვარ ჩაბმული არა მარტო მაჭახელას თქვათ ცხოვრებაში, არამედ რაღაცა ბევრი ინტელექტუალური ესე ვთქვათ პროექტები მაქვს, რომელზეც მუშაობ და რა ვიცი, ნახოთ მომავალში რაღაცებს ვაპირებ. შესანიშნავი და ეხლა უკვე უშუალოდ ვისაუბროთ კლიპზე, რომლის პრეზენტაციაც დილის წალვის ეთერში შედგება, როგორ გაჩნდა იდეა ტექსტის, სიმღერის, ვინ იმუშავა ამ კლიპზე და ასე შემდეგ. ესე იგი, ყოველთვის მივესალმები პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ხელოვანებს რა. ეს მნიშვნელობა არ აქვს რა მიმართულებით იქნება, თუმცა ბათუმის ქალაქ ბათუმის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხელოვანი ბათუმსა ესეთი კონკურსი და ინსპირაცია ეს იყო. გვინდოდა მონაწილეობა ჩვენ ბენდს ამ კონკურსში, ანუ რაღაცა მოკლედ ამ კორპორატიული საღამოებიდან კიდევ უფრო სხვა ასპარეზზე გადავსულიყავით რა. თომასებისთვის რომ კიდევ უფრო აჭახელას ახლა ჩემამდეც და მანამდეც კარგად იცნობდა აჭარის და არა მარტო აჭარის საზოგადოება, მაგრამ რაღაცნაირად ვიფიქრეთ, რომ ხوار მივიღოთ ამ კონკურსში მონაწილეობა. მაგრამ თემატიკა უნდა ყოფილიყო მხოლოდ ბათუმზე რა და ჩვენ ხა რამდენიმე სახის აჭარული გვაქვს გაკეთებული, აჭარული ბალადა გავაკეთეთ გიოს მოისწრაფიშვილის კომპოზიციაზე.
ტექსტი იქ ტექსტი არ იყო წინანდელში და ტექსტი თქვენმა მონამორჩილმა გავაკეთე მუსიკალურად ბიჭებმა ყველამ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ სიმღერით ვერ მიიღებთ მონაწილეობას, უნდა იყოს ბათუმზე. ჩვენი ერთ დღეს ავიღე ჩემი მეგობარი გიტარა. რაღაც მელოდია ამოტივტივდა და ანიჭერები ხართ ეს ძმები მოისწრაფი კი სამი კიდეგანოა თქვენი შესაძლებლობები და მოვიდა მუსიკა მოვიდა მუსიკა და მოვიდა ტექსტიც ვაუ მოვიდა მუსიკა მოვიდა ტექსტიც მე მივედი ანსამბლში და უთხარი გავანდე ბიჭებს რომ ესეთი ამბავია რა მოვიდა მუზა და ნახეთ აბა როგორია ну ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ მე რომ გაგვეკეთებინა ამაზე ეგრეთ წოდებული ჩანაწერი იასონ ხომერიქს მადლობების სია მაგდა ხო შეიძლება კი სტრაფა იასონ ხომერიქს მადლობა ბენდის ყველა წევრს რა თქმა უნდა და კობა ბერეკაშვილს მინდა და ხვიჩა სურმანიძეს ასევე დავით გუდიკა მოისწრაფიშვილს დიდი მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ ამ პროდაქშენმა აჭარა პროდაქშენმა იმუშავა და გავაკეთეთ გარდა იუმორისტულებისა ბატონო ჩემო აჭარა პროდაქშენი ვაკეთებთ კიდე მსგავს კლიპებს ეს პირველი შესანიშნავი და კარგი აჭარა პროდაქშენს თქვენთაგან მოვალ ახლა შეკითხვით როგორი იყო გადაღების პროცესი რა კადრები იქნება რასაც მაყურებელი ნახავს ეს დეტალები გადაღების პროცესიც მოგვიყევით შემოქმედებითი ნაწილი და ეს შეგრძნებები და ბოლოს შედეგი რო ნახეთ რომ კმაყოფილები ხართ თუ არა ბათუმი ისეთი ლამაზი და ისეთი კოპცია ქალაქია რომ ყველა კადრი ლამაზია ჩვენი ქალაქის და იქ აღებული არის ახალი თაობაც, ძველი თაობაც, რაღაც ეროვნულ სამოსშიც არის, მე ნახავთ კლიპში ჩანს და ეს იყო, რა ვიცი, ეს ერთი დღე იყო ჩვენთვის, თან მზიანი დღე იყო და ხო ხვდებით ხა ყველა წვიმასდამზე ძალიან უხდება ჩვენს ქალაქს, მაგრამ აიც თან ზიანი კადრები თაობების ცლახდება, როგორც რომ ბათუმი ყოველთვის არის როგორც კათკათა, იგივე გამარებაში კათკათა და მზია. თან ეს ამბავი იყო, რომ წლების განმავლობაში მე პროფესიით ტელეკინორეჟისორი ვარ და არ მქონია შეხება ამ ფორმით კამერასთან და ასე შემდეგ და ასე გავიხსენე ეს ჩემი პროფესია და დაგეხმარო ჩავრთე პროფესიული მონაცემები მოკლედ და რა ვიცი აი რაღაც გამოვიდა მოკლედ და და უკვე დროა არ დავკარგოთ პრინციპი შეგვიძლია რომ ეს პრემიერა შედგეს უკვე ჩვენს არხსა და ჩვენ შეგვიძლია მაყურებლებსაც დავამშვიდობოთ და ჩვენ სტუმრებსაც და დაუტოვოთ კლიპი. კი მანამდე ვეტყვი რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ გიორგი ნაგერვაძე, ბენდ მაჭახელას ხელმძღვანელი, დავით გელაძე, ბენდ მაჭახელას წევრი და ბატონი ილაშა მოისწრაფიშვილი, ბენდ მაჭახელას სოლისტი. მადლობა რომ იყავით დილის ალღის სტუმრები. მაყურებლებსაც გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებთ და გიტოვებთ ამ არაჩვეულებრივ კლიპს ბათუმზე. საინტერესო ველოდებით ყველა. დაველოდოთ. რამდენიმე წამში. იხილავს ჩვენი მაყურებელი. ჩვენ რაღაცას ღერით ხოლმე, ხო ამ დროს? ამ დროს. პლეილისტი. მეგობარი ერთგულია სიხარულით რომ გელია ეს კათკათა ბათუმია ერთობის და მეგობრობის გულკეთილი მეზობლობის აქ სიკეთე გათქმულია ეს ხომ ჩვენი ბათუმია
იწვება ყველა გრძნობა სიყვარული სულ იგრძნობა სულს ვარის აქ დაწმობა სტუმრობა და მასპინძლობა აქ შავი ზღვა ლურჯფერია ზესხივებად უფენია galaktios mis bulashi siguaruze ruzeria Rani